გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა მერი. მოკლედ წინ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება როგორც ყოველთვის, საათნახევრის განმავლობაში, ახლა პირველი საათია საქართველოს დროით და სხვადასხვა ტიპის სტუმარი გვეყოლება, სხვადასხვა მნიშვნელოვან ამბებზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, როგორც ყოველთვის, შენ ამბობ ხოლმე, გამოიწეროს მაყურებელმა ჩვენი Instagram, Facebook გვერდი და გამოგვიგზავნოს უკავშირი, ყოველთვის მზად ვიქნებით. გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნა იქნება თუ დადებითი შეფასება. და შემოთავაზებული თემაც და ბარემ ანონსიც ვნახოთ და ვილაპარაკოთ საქმეზე ერთად. ანონსი მე მგონი არ არის და ჩვენ და დავიწყოთ ჩვენი პირველი თემით. არა და რა მისთველოდებოდი ესეთი განცდი და გავაშეშეთ სახე როგორც ყოველთვის. მოკლედ საუბარი გვექნება ამჯერად საზოგადოებასა და ინდივიდუალიზმზე, რისგან შედგება საზოგადოება, როგორ შედგება საზოგადოება. მე ასეთი კითხვა მაქვს მაგალითად ჩვენ სტუმართან, ვინც ამაზე დარწმუნებული პასუხს გაგცემს, რომ როგორი ჯობია, ანუ ერთფეროვანი ხალხის საზოგადოება ქმნის თუ არა რაღაცა უკეთეს თუ მაინც როდესაც სხვადასხვები ვართ, რაც ფაქტია, ინდივიდუალური ტიპაჟები, განსხვავებულები რაღაც მცირედით, ხო? შეიძლება ეხლა მე და ერთი იგივე რაღაც გვეცვას, ასე მარტივადაც რო ვთქვათ, მაგრამ თითო ძაფი ქონდეს განსხვავებული და ეს ძაფი გვაძლევდეს რაღაც განცდას, რომ რაღაცა სხვანაირები ვარ და ახლა რა თქმა უნდა პირდაპირ ძაფზე არ ვლაპარაკობ და შესაბამისად ეს განსხვავებები ქმნის ზუსტად იმ განცდას, ხო? როდესაც მაგალითად აღწერენ ვიღაცებს, მით განსაკუთრებით სპორტულ გუნდებზე ჩანს ხოლმე, ხო? აი რომელიღაცა წარმატებული თუ საშუალო დონის გუნდი, როდესაც ამბობენ, რომ აი ეს ადამიანი მაგალითად ამას აკეთებს კარგად, ეს კარგად არ გამოსდის, ამიტომ დაუშვათ დგას ამ კონკრეტულ ადგილზე ამ მინდორზე. ვიღაცა იქაა, ვიღაცა აქაა. ახლა შეიძლება ვიღაც ბომბარდირი პირობითად ძალიან კარგი ბეკარა იყოს, მაგრამ იმდენად კარგი დაუშვათ გოლის გამტანი იყოს, რომ ამ კაცის დაყენება კარებში ცოდოა და რა თქმა უნდა ის პირველ ხაზზე იქნება. აი მე მაგალითად ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი ექიმი. რატომ ვერ იქნებოდი? რა სისხლის დანახვის მეშინია და ალბათ ამიტომაც შესაძლებელი პროფესია უნდა გქონდეს ყველას და არ არის აუცილებელი ყველამ ერთი და იგივე საქმე ვაკეთოს. ჩვენი ნიჭიდან გამომდინარე უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ამასაც ჭირდება დიდი გამოცდილება, რომ ვიხვდეთ რა გამოგვდის კარგად რეალურად. ბოლო-ბოლო ხო შევთანხმდით იმაზე, მაყურებელთან ერთად, იმიტომ რომ საპირისპირო აზრი არ მოგვისმენია, შეგვიძლია ვთქვათ ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ რეალურად ერთ-ერთი მთავარი ნიჭი არის შრომის მოყვარეობა. და ამ შრომის მოყვარეობის გარეშე, ნუ ფიზიკურად სხვა ნიჭების განხორციელება შეუძლებელია, იმიტომ რომ პოტენციურად ფიზიკა ვისაც გახსოვს სკოლიდან, ნუ პოტენციური ენერგია ერთია და მეორე არის კინეტიკური ენერგია და სანამ რაღაც სხეულს, ფიზიკურ სხეულს არ მიანიჭებ მოძრაობის, ასე ვთქვათ, მოძრაობას, მანამდე ის უბრალოდ პოტენციურად მოძრავია ამ შემთხვევაში, ესე მარტივად რო ვთქვათ და აი, როდესაც ბიძგს მივცემთ, აი როგორც შობელი აძლევს ბიძგს შვილს ან საზოგადოება აძლევს მის ერთ-ერთ წევრს ბიძგს ან ერთმანეთს. მერე უკვე ჩანს თუ რის გაკეთება შეუძლია იმ კონკრეტულ სხეულს, წევრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რო არ გამოგვივიდეს ისე რომ სტუმარი ამომწურეთ დაუსწრებლად და აგვია მერე დავიშინდო და პირდაპირ სხვა თემას გადავიდეთ, რა თქმა უნდა ის უნდა მოვიწვიოთ უფრო კომპეტენტურად დაგველაპარაკება ამ ამბებზე. ლიზა ანთაძე, ჩვენი არაერთგზის სტუმარი და ლიმონარის თანადამფუძნებელი, რაც თავარია. აი რაც თქვი ეს კითხვას გამიშევენ ბევრი კითხვათან დავსვით პასუხიც გავეცი. ხემშვიდობის პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესოდ წაიყვანეთ თემა მინდა გითხრათ და კი და ვფიქრობდი ხოლმე რომ ყოველთვის როცა თქვენთან მოვდივარ, მინდება ჩემი სათქმელი ვთქვა ძალიან მოკლედ, კონკრეტულად და შევეცადო კარგად წარმოვაჩინო, მხოლოდ ჩემი ფიქრები არა. ძალიან მიყვარს ზოგადად კომუნიკაცია ადამიანებთან, ძალიან მიყვარს ადამიანები და ხშირად ძალიან ბევრს ვფიქრობ, რაც არ უნდა ისეთი იყოს. და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თითოეული ინდივიდი, თითოეული ადამიანი ვართ ძალიან ლამაზი ამბავი და პირიქით უფრო გაბედულად უნდა მოუყვეთ საკუთარი თავი, უფრო გაბედულად უნდა გამოვხატოთ საკუთარი ინტერესები. და როდესაც სითამამე ჭირდება. ცხადია, თუმცა როდესაც ჩვენ საუბრობთ პიროვნებაზე, პირველ რიგში ვფიქრობ, არ უნდა გვახსენდებოდეს პროფესია.
არ უნდა გვახსენდებოდეს ჩვენი მიზნები, არ უნდა გვახსენდებოდეს კონკრეტული მახასიათებლები, რაც პირობითად წარმოაჩენს ჩვენს სახელს ან თავს. პირიქით, ვფიქრობ, რომ პიროვნება უფრო მეტია, ვიდრე სტატუსი, ან უფრო მეტია, რა გვაცვია, როგორ გამოვიყურებით. ეს ბევრად მეტია, რომელიც პირველ რიგში უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში. უნდა ვეძებოთ გარშემო მყოფებში და საზოგადოებაში, რომელიც ჩვენი ფაქტობრივად განუყოფელი ნაწილია. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ჩვენ კონკრეტული მოცემულობები, ან არ გვიზიდავდეს ის კონკრეტული სოციუმი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ ამის ნაწილი ვართ. პირველ რიგში ამის მიმღებლობით უნდა დავიწყოთ. ეს ყველაფერი ცხადია იწყება საკუთარი თავით და ძიებით. ძიების პროცესი დამეთანხმებით, რომ თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, აი, თქვათ ნაფიქრი გვაქვს, შეიძლება არ ვარ პირობითად ექიმი, მაგრამ ვიცი რომ ეს არ მინდა, მაგრამ შეიძლება ეს სიტყვები საზოგადოების გავლენიდან მოდიოდეს და არა საკუთარი ფიქრებით ან საკუთარი ინტერესებით. ცხადია ეს ყველაფერი აქ არ იწყება, ეს ყველაფერი დაიწყო ღრმა ბავშვობაში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით, მაგრამ უკვე ბრძოლის პროცესში ვიყავით, როცა დავიბადეთ და უკვე თქვეს, რომ აი შენ აი ამ ოჯახის შვილი ხარ და აი ეს გამოგივა კარგად. მოგვახვიეს თავისი აზრები, ესე ვთქვათ. და ცხადია საზოგადოების ფორმირება ძალიან რთულია ზოგადად დაიბადო, გაიზარდო და იცხოვრო მაშინ, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გათვითცნობიერებული, რა უნდა, როგორ უნდა, რას აკეთებს და ზოგადად დამეთანხმებით ალბათ, რომ პიროვნება, რომელიც თვითონ არ იცის, რა უნდა, რას აკეთებს, სად არის, შეუძლია ძალიან კარგად გაგაკრიტიკოს, აი შემოგახვიოს უხილავი ბარიერი, ისა რომ ვერც თავად გაიაზროს, ვერც შენ გაიაზრო, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და რამდენად ცუდია ეს შენთვის. პირველ რიგში ემოციურ დონეზე. როდესაც შენ აი ფიქრობ, რომ აი კარგად ვარ და იდილით გაიღვიძებ, თქვათ, ჩვეულ რიტმში ხარ, ვარჯიშობ, ჭამ, სამსახურში მიდიხარ, ან სწავლობ. გონია რომ ამ ყველაფერს შენი ენერგიებით ან სურვილებით აკეთებ, მაგრამ რეალურად ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ძალიან დიდი უხილავი ჭერი ბარიერი არსებობს ჩვენს ირგვლივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს არ არის, რა თქმა უნდა, გვიან ნებისმიერ ასაკში შეუძლია ადამიანს, რომ ამ ბარიერს თავი დააღწიოს, თუმცა განსაკუთრებით აი ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, აი თუნდაც 23 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ როცა მეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ წინ დრო გაქვს და რაღაცა, ბრაზობ ხოლმე, იმიტომ რომ შენ ხომ არ იცი ჩემი გამოცდილებები, შენ არ იცი რა ასაკში, როგორ რა სიტუაციები გამოვიარე. ცხადია გაქვს თუ არა. ცხადია, ანუ პირველ რიგში ყველაზე რეალისტური თუ არის ვეთანხმები გარკვეულ აზრს, რომ ასაკს რა თქმა უნდა თავისით მოაქვს რაღაცები, მაგრამ ამ ყველაფერს გააზრების, შემეცნების, გათვითცნობიერების გარეშე თავისით არაფერი არ მოდის. და ცხადია ეს ყველაფერი, როგორც აღნიშნე, საკუთარი თავით იწყება. შეგვიძლია ვთქვათ ასე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოგწონს თუ არა დღევანდელი რეალობა და ეს მაინც და მაინც ახლა 21 საუკუნის 2025 წელზე არ ალაპარაკი, ყოველ საზოგადოებას რაღაცა საკუთარ თავში არ მოწონს და ნუ ნელ-ნელა ცდილობს რაღაცა შეცვალოს, ხო? ანუ ის რომ სადღაც რაღაცა ხო დავისახეთ ხო თამასა და აი მივაღწიეთ იქ ვარ და თუ იქ გავჩერდები და ძიების სურვილი გაგვიქრება ხო ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ თვისება ადამიანის ზომბის მოყვარეობა ხო რაც გვიბიძგებს რაღაცებისკენ და მე უიჭიქა გავაკეთე მაგიდა აღმოაჩინე ბირთვული ფიზიკა და იქ რომ ამ სტაგნაციაში ვიქნებით როცა ყველაფერს მივაღწევთ რამდენად საინტერესოები ვიქნებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის დიახ, ამ მომენტში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ვიცოდეთ, რას ვეძებთ. ხომ? ანუ არიან ადამიანები და ყველას ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც ვეძებთ, მაგრამ არ ვიცით, რას ვეძებთ. მაგრამ აი უკვე შემდეგი პროცესი, როდესაც მე ვიცი რა მინდა, ვიცი სად მინდა მივიდე, გამორიცხულია, რომ ამ ძიების პროცესში განვითარება როდის მოდის, როდესაც შენ რაღაცას აღწევ, მაგრამ გინდა უკეთესი. უკეთესი რაში მდგომარეობს? ეს უკეთესი მხოლოდ ჩემთვის კი არა, არის გარშემოყოფებისთვისაც და მგონია რომ როდესაც ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ კომპლექსურად. და პირველ რიგში არასდროს არ გვავიწყდება საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები და იმ მოცემულ მომენტში თუ მე ეს ძიების პროცესი სიამოვნებას არ მანიჭებს, ესე იგი სადღაც რაღაცას არასწორად ვაკეთებ. და აი თუნდაც აი პირობითად რომ ავიღოთ უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესი. როდესაც ახალგაზრდა აი აბიტურიენტი, აი ხა ციებ-ცხელებაში არიან, ხო? არის პროცესი აქტიურად ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და იციან რომ
აი თითქოს ეს არის რომ მინდა რომ ჩავაბარო ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე ასე და რეალურად ეს მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება ეს არ არის. ეს მეტად უფრო ბევრია, უფრო მეტია ვიდრე უნივერსიტეტში სწავლა. და იქ როდესაც მიხვალ, უკვე მიხვდები რომ სხვა ამოცანები გესახება. უკვე იქ ადაპტაცია, ურთიერთობები, კომუნიკაცია, ბარიერების გაჯალახვა არის ყოველი დღე. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ახლა თქვენ რაზეც საუბრობთ, არის საზღვრების დაცვა ჩვენი საზღვრებისაც და სხვისი საზღვრებისაც. აი მაგალითად ავდექი დილით კარგხასიაძე ვარ, როგორც ახსენეთ და უცებ გამოვდივარ და გარემოში შეიძლება ადამიანი, მეორე ადამიანი არ იყოს კარგ განწყობაზე, იმიტომ რომ კონდეს პრობლემა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაც არის. შეიძლება როლები შეიცვალოს და ხვალ მე მოვიდე ჩემი ცუდი განწყობით, ხო? ბუნებრივი მოვლენა. მაგრამ ნახეთ როგორ არის ჩემი განწყობა პაატას არ უნდა მოვახვიო მე თავზე. და პაატამ თავი, ანუ ამის საზღვარი უნდა დავიცვათ. მე შეიძლება ვიყოთ სუთხასიაძე, ამის უფლება მაქვს, მაგრამ აი არ იყოს ეს მაგალითად შეურაცხყოფელი. ანუ მაგალითად ჩვენ ბევრი უხერხული კითხვაც ვიცით, უხერხული ქცევაც გვსმენია, უამრავი кейსია და აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ერთმანეთში. და მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორიც არიან იმ მოცემულ სიტუაციაში. კი. აქ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ბალანსი. იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკურად რომ ძალიან გვინდოდეს, ვერ ვმართავთ საკუთარ ემოციებს, საკუთარ თავს სათანადოდ ისე, რომ მე პირობითად თქვენ შეიძლება მე ვფიქრობდე, რომ ეხა კარგ რამეს ვაკეთებ, კარგ რამეს გიკეთებ, ხარს გიჭერთ, გეხმარებით, მაგრამ შეიძლება ამ პროცესში იმდენად დავაზიანო თქვენი ემოციური მდგომარეობა, ან თქვენს გადაწყვეტილებებზე ვიქონიო გავლენა. ამიტომ ამ მომენტში, როდესაც მე ვიცი ჩემი პირადი საზღვრები თქვენ რაც ახსენეთ, როდესაც მე ვიცი ადამიანებს პირველ რიგში რისი უფლება აქვთ ჩემთან, რა დონეზე შეიძლება ჩაერიონ ჩემს ემოციურ, ჩემს გადაწყვეტილებებში, ჩემს ყოველდღიურ ყოფაში. და ნახეთ, აი ხშირად ვფიქრობდი, რომ ჩვენი აი თუნდაც ცუდი განწყობა ან ბედნიერება ეს სხვა ადამიანებზე არა, ეს ჩვენს აღქმებზე და ჩვენს დამოკიდებულებებზეა დამოკიდებული. ნახეთ, მე თუ კარგი დღე მაქვს და ვიღაცამ პირობითად რაღაცა გააფუჭა, ის მე როგორ აღვიქვი და როგორ გავაკეთე. შეიძლება მე და თქვენ ერთ გარემოში, ერთ სახლში ვცხოვრობდეთ, მაგრამ ერთი კონკრეტული ფაქტი ჭიქა რომ გადმოვარდეს და გადყდეს, შეიძლება მე გავიცინო და ვიხალისო რომ აი რაღაცა ხომ ამბობენ მე შევშფოთი. რაღაცას არის, კი, ზუსტად. ამიტომ ეს ჩვენს აღქმებზეა დამოკიდებული და არა სხვა კონკრეტულ ადამიანებზე. მგონია რომ როდესაც ჩვენ თითოეული ინდივიდი გავიაზრებთ და გავათვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ბედნიერება, ჩვენი კარგად ყოფნა ან ცუდად ყოფნა პირველ რიგში საკუთარი თავიდან, აღქმიდან, დამოკიდებულებებიდან მოდის, მე ბევრი რამე გამარტივდება. თუმცა ეს სამყარო ფიქრობ ისეა მოწყობილი, ყველაფრის აღმოფხრა და ბარიერების ეს შეუძლებელია. მაგრამ ადაპტირება, სწავლა, როგორ გააკეთო, როგორ გაართვა თავი, პირველ რიგში როგორ აჯობოს საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს ისე რომ შეძლო მისი მართვა. ცხადია, ეს პირობითია საკუთარ თავის. არა, მართლა ერთადერთი ბრძოლა ალბათ საკუთარ თავთანაა, ხო? ხო, თუმცა მარტივი არ არის, ამასაც სწავლა უნდა. ეს არის ყველაზე დიდი ბრძოლა და მნიშვნელოვანი. საინტერესო რა არის? ანუ ამბობთ იმას, რომ ცვლილებები და ეს ბედნიერება და რაღაცა და ფილტრზე ალაპარაკი, ხო? გამოდის, რომ ანუ რამდენად სწორად მივხვდი, ჩემ რაღაცა მოვლენა, ჩემს გამოცდილების ფილტრში ტარდება და ჩემი ფილტრი იმ ბადის ზომაზე ალაპარაკი, როგორც გაფილტრავს ამ მოვლენას, ისევე ვიგრძნობ თავს, ხო? ასეთი ემოციური პასუხი მექნება. მე თუ ყოველ დამტრეულ ჭიქასთან ძალიან ცუდი რაღაცები ასოცირდება ჩემ ცხოვრებაში, სულ ერთი ჩემი ბრალია, გარემოს ბრალია შემდეგ, რა თქმა უნდა, მომდევნო ჭიქის გატეხვაც ისევე გამაგზავნის იმ ცუდ გამოცდილებასთან, ხო? შემახსენებს, რომ აი ჭიქა რო გამიწყდა, მაშინ ეს რაღაც მოხდა და თუ თქვენ როგორც თქვით, ჭიქის გატეხვა מחალისებს, ამ შემთხვევაში ყველა ჭიქის გატეხვასთან ერთად რაღაცა ისეთი მოხდა, რაც ტრავმული არ ყოფილა და ამიტომაც შევთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგ მინდოდა მისვლა, რომ რეალურად ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული ჩვენს ტრავმებზე, რომელიც ცხადი არის ძალიან ინდივიდუალური, უნიკალური და ხშირად ვფიქრობდი ამაზე, რომ შეიძლება ზუსტად აი ჭიქის გატეხვა ძალიან ისე ამოვიჩემეთ, მაგრამ ბავშვობაში შეიძლება ორი ბავშვის შემთხვევაში ჩემთვის პირადად ძალიან პატარა რაღაც, თუნდაც ის რომ დედამ შენიშვნა მომცა პირობითად
ეს იმდენად ტრამული აღმოჩნდეს ჩემთვის, რომ აი ვიღაცისთვის, რომელსაც რაღაც ძალიან საშინელება აქვს ნანახი, ემოციურ დონეზე ძალიან გათანაბრდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებამ ვერ ვისაუბრებთ ვერც განვითარებაზე, ვერც ბედნიერებაზე, ვერანაირ პოზიტიურ ცვლილებებზე, თუ ადამიანმა პიროვნებამ არ დაიწყო საკუთარი ტრამვების დამუშავება. პირველ რიგში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ხო? აი რაც ვახსენე, ეს ტრამვა, ეს კარგი ემოცია, ეს ცუდი ემოცია. კარგი ცუდი ემოცია არა, ნახეთ, აი ეს ფაქტი კონკრეტული მე რას მაძლევდა და აი თქვენ რაც ახსენეთ, ერთი და იგივე ფაქტის შემთხვევაში გამოცდილებები შეიძლება ერთნაირი არ იყოს, იმიტომ რომ იმ მომენტში ჩემი ემოციური მდგომარეობა როგორც შეხვდება ამ კონკრეტულ ფაქტს, ამ კონკრეტულ მოცემულობას, ძალიან რთული პროგნოზირებადია, იმიტომ რომ ცოცხალი არსებები ვართ და ყველაფერი ახდენს გავლენას აბსოლუტურად. ამინდიც კი, რომ აი ჩვეულებრივი ვიცი, აი წვიმა, უკვე აი თუ მზეა წვიმა გვინდა, წვიმა ამზე გვინდა, ჩვენც არ ვიცით რა გვინდა, მაგრამ ვიცით რომ აი იმ მოცემულ მომენტში უბრალოდ მინდა კარგი ემოციები. ეს კარგი ემოციები ფიზიკურად ვერ აშენდება ჩვენში, თუ ის რაღაცა ემოციები, რაც მე მაწუხებს, არ ვიმუშავებ და არ გარდავქმნი ენერგიებად, რომელიც ხადია გამაძლიერებს და დამეხმარება, რომ საზოგადოებაში სადაც ძალიან ბევრი პრობლემა და ამ პრობლემებზე ყველამ ვიცით, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თავს ვარიდებთ ხოლმე, პირიქით, უნდა ვიზრუნოთ, რომ პირველ რიგში ვადაპტირდე, რომ შევიდე, დავინახო, დავარქვე თავის სახელი ყველაფერს, შემდგომში უკვე დავიწყო ზრუნვა, რომ მე როგორც ინდივიდს რა დამეხმარება, როგორ დამეხმარება მხარდამჭერი ადამიანები, მხარდამჭერი მექანიზმები და კიდევ აქვე ძალიან მინდა ვთქვა ის, რომ ხშირად როდესაც ჩვენ გონია, რომ ადამიანებს ჩვენი დახმარება ჭირდებათ და მე პირადად ასე ვიყავი და ვმუშაობ ამაზე, ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ნუ მტენი შენს დახმარებას, ნუ ძალიან ისე გამოვიდა, მაგრამ ძალიან ცნობილი ფრაზა, ადამიანი არ გთხოვთ დახმარებას. თუ ადამიანი თვითონ არ გამოთქვა სრულს, რომ ლიზა იცი რა, მოდი ახლა მჭირდება შენი დახმარება და არა რომ ვაიმე ახლა რაღაც, ანუ პირიქით. ლიზა, მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, იმიტომ რომ მეც მაქვს ეგ პრობლემა და ვმუშაობ, მაგრამ ნახეთ ამ შემთხვევაში რა ხდება, ესე მარტივია რომ საუბრობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია, ის უნდა გაფილტრო, ის უნდა გააკეთო. ხშირად მიფიქრია, რომ კარგი არ დავეხმარები, სანამ თავად არ მთხოვს, მაგრამ გასაჭირში რომ ამის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვის. ხო, მაგრამ ეს შენი პრობლემაა. უმოქმედობა. ნახეთ, ამ შემთხვევაში მინდა რომ აი ხელი შეიძლება შენ თავად უშუალოდ არ ჩაერთიო პროცესში, მაგრამ ეს სიტყვა მიყვარს, შთავაგონოთ ადამიანები. რომ აი თუნდაც ის რომ დახმარება გთხოვს, შეგიძლია ამითაც შთააგონო ადამიანი, რომ აი რაღაცა ისე ანუ მოდი ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ერთ ძალიან, ანუ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ანდაზა, აფორიზმი, იგავი გვაქვს, რომლებიც ძალიან დიდ გამოცდილებას ატარებენ გინ იმერს წინადადებაში, გინ თელს იგავში და რატომღაც ყოველი თაობა მარტო საქართველოში ბუნებრივია რომ ლაპარაკობთ ახლა მაყურებელი მიხვდებით გლობალური მაინც ერთი და იგივეს ვაბიჯებ და ხდება შუბში ყველა ჯერზე ხო ახლა გვაქვს ხუმრობა ახლა კაი მოყვები შევწყვები თორემ არ გაგეცინებათ დიდი ამბავი ანუ დედა რა შვილს ეძახის რომ ამოდიო სახლშიო და მშიაო და არა შვილო გეძინებაო და ასე წდება ეგ ამბავი ხო მე როდესაც შენს მაგივრად უკეთესად ვიცი შენ რა გინდა და შენს ინიციატივას ყოველთვის ვატარებ ასე იმიტომ რომ აი ეს წლები ასე მოვდივართ ხო მე უკეთესად ვიცი კაცო მე მამა ვარ დედა ვარ ბაბუა ვარ შენზე კარგად ვიცი რა გინდა უნდა გათხოვდე ხა შვილი უნდა გააჩინო ნუ ეს უკვე ისეთი უკიდურესობაა როდესაც აი ნენას შეყვები ხო ანუ შენ რო გინდა მაშინ უნდა ჭამოს უნდა თან არ რო დაფიქრდე შენ რო გინდა მაშინ უნდა მოშივდეს თან თორე ერთი ბებიმისის შვილია და არ შიოდეს როცა შენ საჭმელი აბა მე ტყულა ვიდექი გასხურასთან ან ტყულა გიყიდეს დასაცმელი რას ქვია შეუარს მეუბნები და მე ინიციატივა არ გაქვს მე ეჩვევი რომ შესმაგირად წყვეტა ყველაფერს და საბოლოო ჯამში ნუ გუშინდელ ჩვენს ტურის პრობლემამდე მივდივართ როდესაც ხდები თანადამოკიდებული აბსოლუტურად და მე ნუ როდესაც გთხოვენ მე ინიციატივას რაღაც მომენტში იმიტომ რომ ჩათვლიან რომ კაცო ჭაღარა წვერი აქვს ამას სახეზე და ახლა ამასაც მოვთხოვა და ამდენია აუზო უკაცრავად თქვენ 40-50 წელი შესვაგირეთ წყვეტით ყველაფერს და მე ატროფირებული მაქვს გადაწყვეტილების უნარი და კეთილი ინებეთ და გადამიწყვიტეთ და მე მეჩხუბებით რატო არ ხარ აი ეს ინდივიდუალური და პიროვნება რატო არ ხარ და ბიჭო მაცალეთ ანუ წინდის გარეშე ვერ გავიარე ფეხშუშელობა ვერ გავირბინე რა ვიცი მაისური დროზე ჩავიწვი ზაფხულში შეფუთული დავდიოდი რომ არ გავსიებულიყავი და მე რატომ ხოვი ინდივიდუალიზმს როგორ საიდან მოგიტანე არც იცის როგორ გახდეს არ იცის რა
ეგეც ხო უნდა კი, აი ზუსტად. მნიშვნელობა. და ის როცა ვახსენე რომ სახელი დავარქვათ ყველაფერს თქო და აი თქვენ აი მე მაგ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის მშობელი რომ მაგას აკეთებს ესე იგი პრობლემა უკვე უფრო ძალიან ღრმა ფესვებში მიდის იმიტომ რომ არ იცის თვითონ მშობელმაც არ იცის და ამაშია საქმე რომ გაურკვევლობა ყველაზე დიდი ფიქრობ გამოწვევა არის გაურკვევლობა გაურკვევლობა პირველ რიგში საკუთარ ემოციებთან, საკუთარ თავთან, მაგრამ აი სიტუაციებთან, როდესაც შენ უკვე ხარ თანაზიარი, ოჯახის, თუნდაც სამსახურში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანია დაზუსტება. ემოციების დაზუსტება, ან თუნდაც რამეს რო ვაკეთებ საკუთარ თავთან, ამ პროცესში მე ეს კარგად ვგრძნობ თავს, როცა ამას ვაკეთებ, კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც აი თუნდაც იქ მივდივარ. აი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობები, ჯანსაღი კომუნიკაციები, რომელიც პირველ რიგში მეხმარება მე რომ ჩემს ემოციებთან ვიყო ჰარმონიაში და ასევე თუნდაც მშობელსა და შვიდს შორის ჯანსაღი კომუნიკაცია ცხადყოფს უკვე საჭიროებებს მიღმა ღირებულებებს რომ უფრო მეტია ეს ყველაფერი. კი, ეხლა მარტივია, გამარტივდა ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ეხლა ჩვენ მშობლებს ვერ დავაბრალებთ იმას, რომ აუ რატო აი ფსიქოლოგიურად არ აღზარდეთ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ თუ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მიხვიდოდი, აი რაღაც პრობლემა უნდა ქონოდა სერიოზული და ეს იყო სირცხვილი. და ვფიქრობ როგორც მოვედით ეხლა ჩვენი თაობის ადამიანები კიდევ კარგად მოვედით იმდენად ვადაპტირდით რაღაცეებში და შემდეგ ეხლა საზრისი რომ მოგვივიდა იმიტომ რომ ზრდასრულები გავხდით საკუთარ თავზე დავიწყეთ მუშაობა და ცოტა გაგვირთულდა მაგრამ ეს თაობა ძალიან ბედნიერია ამ თაობის მშობლები ძალიან ბედნიერია იმიტომ რომ უამრავი ფსიქოთერაპია არსებობს ბავშვთა ფსიქოლოგები არსებობენ აი უამრავი მეთოდია რომ დაიხვეწოს ურთიერთობები და პატამ რაც ახსენა რომ აი რუარმშია რომ აჭამოს მშობელმა ეს ყველაფერი აღმოიფხრას და გახდეს მართლა ის სურვილის სამეფო ბუნებრივი და ადამიანი იყოს ბედნიერი. მოდი ის ვთქვათ რომ ყველა თაობაში ეგ პრობლემა იყო არის და იქნება და ყოველთვის რაღაცა ანუ რა იცი დასკვას თუ გამოვიტანდა პრინციპში თქვენ უნდა მოგანდოს თუ მარტო ანუ რაღაცაზე აი ბრძოლა ახსენეთ თავიდანვე ხო ანუ მაინც უნდა გქონდეს და გქონდა კიდეც ხო ანუ უნდა მოგცემ საშუალება რომ შენ თითქოს და რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებები სახლში გქონდეს და თუნდაც არა მარტო გამარჯვებები დამარცხებები ეგ ცალკე ეგ ისედაცაა ეგ ისედაცაა მოცემულობა ეგ არა ოჯახი არა სპორტული ისა ნაკრები ხო და შესაბამისად როდესაც ამ პატარაზე იმარჯვება წინააღმდეგობები გაქვს ხო თუნდაც მოდი ჭამე არ მინდა და იქ თუ დაამტკიცებ ნელ-ნელა ხო მოახერხებ ეხლა სულ გამარჯვება იქნება ხო ახლა დავფიქრდი ამაზე თორე არაბის არ მოდანაშაულებთ ერთო ჩემო ვინ თქვა რომ ჩვენ ვართ იდეალური მშობლები ხო ხო არა გაიზრდება ჩვენი ფილმი ეთერში დაიწყდება საქმე და იტყვის ძალიან კარგად იდეოსო იცი რა თქვენ რო ასე იძახით რაღაცები ტელევიზორში რო კაკტე დაგიდებს ამას სოციალურ ქსელში და გეტყვის რომ შენ რო ასე ამბობდი სინამდვილეში ეს ასე იყო უბრალოდ შენი გადასახედი იყო და შენ არ მაცალე და უშო ჩემი გადასახედზე მელაპარაკა ასე რომ კეთილი ვინებოდ დიახ, აი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვსაც ახალგაზრდას ყველა ასაკში გვესმოდეს რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ინდივიდუალური უნიკალური ისტორია თავისი გამარჯვებებით, დამარცხებებით, ტრამვებით, შეცდომებით და ყველა იმ ემოციით, რომელიც იმ მომენტში საჭირო იყო რომ გქონოდა. თუნდაც ის რომ მე დეპრესიაში ვარ, ან ცუდად გრძნობს თავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტში უცებ ბედნიერი უნდა გავხდე. ყველა ემოცია უნდა დავაფასოთ. ვიღაცა ენერგიით რომ მოვიდეს და ბედნიერება გაიკეთოს, ხო, ეს. თუმცა მე ყველა განსაცდელი დავაფასე, რაც უფრო წლები მემატება, უფრო მეტად ვაფასებ, იმიტომ რომ აი ეს განსაცდელი და ეს ბარიერების გადალახვის პროცესი რო არ მქონოდა, ალბათ ერთ ადგილზე ვიქნებოდი გაჩერებული. აი ზუსტად ასეა. ყველას თავისი ისტორია აქვს, ამ ისტორიას ავტორები ვართ ჩვენ, ცხადია. ნუ იქ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდამჭერები, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავი, საკუთარი მე და ცხადია ის საზოგადოება, სადაც გვიწევს თანაცხოვრება. მე უნდა მეთქვი ხა რაღაცნაირად რეზუმე გავაკეთო ბოლოს შედაში იმდენად კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი იმდენად შეკითხვის გარეშე რომ პრინციპში არაფრის დამატება აღარ არის ხო არა ზედმეტია ეს ლაპარაკი ზედმეტია ახლა ძალიან დიდი მადლობა ლიზა დარწმუნებული ვარ კიდე არაერთხელ გესტუმრები და სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებზე დაგველაპარაკები იმიტომ რომ ესეც გამოცდილების ნაწილია როდესაც ერთმანეთს უბრალოდ მოსაზრებებს უზიარებთ თუნდაც ერთმანეთისთვის მიუღებელს შვიდ გარემოში ესეც ახალი გამოცდილებაა ხოლმე ხალხისთვის რომლებიც ყველაფერს ჯიქურად ხდება მოკლედ დაგემშვიდობებით ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით
ესე იგი ვაგრძელებთ გადაცემას რუბრიკად ირჩევები მშობლებს, სადაც ამჯერადაც ძალიან საინტერესო და საყურადღებო თემა შევარჩიეთ და თემა ეხება საჩუქრებს, ჯილდოს ყურადღებას, რომელსაც ჩვენი მშობლები განსაკუთრებით ხანდახან დაუფიქრებლად ვაკეთებთ ხოლმე და ვერ ვიაზრებთ ხოლმე, რამდენად სწორად ვასაჩუქრებთ ხოლმე ბავშვს, ან რატომ სჭირდება საჩუქარი ბავშვს, რა არის ჯილდო ზოგადად და რა განსხვავება და რა დანიშნულების არის. ხანდახან მშობლები რაღაცა ძალიან პატარა წვრილ მაზეზს კი ვცდილობთ ხოლმე, რომ გავახაროთ ჩვენი შვილი და მათი სურვილები ავასრულოთ ისე, რომ არ ვფიქრდებით ხოლმე, რომ ამ საჩუქრის სიხარულს რაღაცნაირად სიხარულის დანიშნულებას ვკარგავთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ვიცით ისე უბრალოდ რაღაცა ძვირადღირებული ან ჩვეულებრივი ისეთი საჩუქრის გაკეთება და გვავიწყდება ჩვენ ამასობაში გვავიწყდება ხოლმე ამ ყველაფერს ჩვენი შვილი როგორ აღიქვავს, ან იმ წუთას სჭირდება თუ არა. შეიძლება რომ აი გადაზედმეტებულმა ჯილდომაც, ქებამაც ყურადღებამაც ისე დააზიანოს ჩვენ და უნებურად და შეუმჩნევლად ჩვენი შვილის რაღაცნაირად ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომ ეს ვერ გავიაზროთ და ამას მივხვდეთ გარკვეული წლების შემდეგ. ასე რომ ამ ერთის მხრივ რაღაცნაირად უწყინარ და სასიხარულო პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია და სხვათა შორის მე მინდა ვიყო გულწრფელი და ვთქვა, რომ აი ამ მიმართულებით არასოდეს დავფიქრებულ ვარ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემთვისაც კი ახალი არის ახლა ეს საკითხი და ძალიან საინტერესო იქნება თუ რას გვირჩევს სპეციალისტი პატარა რაღაცის თქმა გინდა და როგორც არა ხო დავფიქრდი იმაზე, რომ არის მეორე უკიდურესობა, როდესაც მხოლოდ საჭირო და ასე ვთქვათ საჭირო საჩუქრებს ჩუქრი და ადამიანს განცდა აქვს, რომ თითქოს და მას რაღაცისთვის ამზადებ. ბავშვობა ძალიან კარგად ხდება. ჩემ მინუსია, მე მახასიათებდა ეს და ვცდილობ ამას დავეხსნა. და ხანდახან გამეცინა უბრალოდ, იმიტომ მინდა ჩართულიყავი, რომ მასე თუ წახვედია მეორე უკიდურესობით, ხა ბავშვ მაგალითად წელს უყიდო დრელი. ისალოს მუშაობა. მეორე წელს უყიდო ბეტონის სალესი, ხო? ბავშვია, იმას სჭირდება, ხანდახან უსარგებლო სათამაშო სჭირდება, რომელსაც უბრალოდ დაშლის აწყობს, ან უბრალოდ დაშლის და დაამტრებს და დაივიწყეს ბოლო-ბოლო. ხო, მაგრამ მე რაღაცნაირი ისეთი განცდა მიჩნდება ახლანდელ თაობასთან დაკავშირებით, რომ აი სოის რაღაცნაირი ისე გამოგვდის ხოლმე, რომ აი ჩვენს დროს, ჩვენს ბავშვობაში, მაგრამ რომ დავფიქრდეთ მართლა იმხელა განსხვავებაა ჩვენსა და ამ თაობას შორის, რომ რაღაცა მაგალითები უნდა მოვიყვანოთ ხოლმე, რომ უფრო მეტად ვიყოთ გულწრფელები და მართალნი, ხო? მე როდესაც მაგალითად საჩუქარს მეჩუქებდნენ, ეს იქნებოდა თვეში ერთხელ თუ პირობითად მაგალითად წელიწადში ერთხელ ძალიან მიხაროდა და ეს სიხარული ძალიან დიდხანს მივყვებოდა ხოლმე და რაღაცნაირად ახლანდელ ბავშვებს თითქოს არაფერი აღარ უხარია და იმიტომ რომ არ უკვირს. განმასახიერო? საჩუქარი მოგიდან. მადლობა. ხო, აი დაახლოებით, აი ამისი თქვა მინდა და აი ეს მიყვარს თეორია და პრაქტიკა. აი იმას როდის მიყიდი. ამით კი არ არის კმაყოფილი, შემდეგ მეორეზე გეუბნება, კიდევ იმწავს. ხო, ხშირად მშობლები იბნევიან და ვერ ხვდებიან რა საჩუქარი გაახარებს ბავშვებს, იმიტომ რომ იმდენად დაბნეულები ვართ ხოლმე, რომ ეს ამ მიმართულებითაც კი არეულები ვართ მშობლები. მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვართ. მოკლედ ჩვენ მქონია ეგ პრობლემა, თორე მაგათ არა აქვს ეგ პრობლემა, ანუ ისევ გაიგეთ სწორად ჩვენ არ ვცდილობთ ვიღაცები დავადანაშაულოთ, უბრალოდ გვემის გაკვეთილები მოკლედ მოვიწევ ფსიქოლოგს ირმა ბოლქვაძეს, რომელიც უფრო უკეთ აგვიხსნის თუ სად არის პრობლემა, სად არის სიხარული, დადებითი მხარე და უარყოფითი მხარე. როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მოკლედ ირმა, საინტერესო არის, მოდი ჯერ დავიწყოთ რა არის საჩუქარი ბავშვისთვის და აი ეს შეიძლება რომ ამას ჯილდო ვუწოდოთ, რომელსაც ის დაიმსახურებს მაგალითად კარგი საქციელის შედეგად და თუ ზოგადად რატომ და რაში ჭირდებათ ბავშვებს ეს ყურადღება. შეიძლება გავმიჯნოთ კიდევაც, მე არ ვიცი, თქვენგან მაინტერესებს, შეიძლება ყურადღება სულ სხვა ქცევა არის და საჩუქარი სულ სხვა მიმართულება. ხო, ესეთი თემაა საკმაოდ თითქოს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საჩუქრის მიცემა აგანა რა არის, ხო, ან ვით შეიძლება დავაზიანოთ, ხო, ბავშვი თუ აჩუქეთ საჩუქარი ხშირად, ან პირიქით არ ვაჩუქოთ, ხო? და ძალიან მომეწონა პაატას განსახიერება და მაგალითი იყო ძალიან ისეთი აქტუალური, მართლა ერთიც ხშირად მშობლები მოგმართავენ. საჩუქარი ბავშვთვის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ.
მშობლის მიერ რაღაც 10 წუთი ხარისხიანი ყურადღება, შეიძლება იყოს პერსონალური საჩუქარი, მაგალითად ჭიქაგრავირებით, ან წიგნაკი, ნებისმიერი რამ. ბავშვისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჯანსაღ გარემოში, როდესაც ბავშვისგანაც ჯანსაღი დამოკიდებულება მოდის, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამდენად ძვირიანია საჩუქარი, ან რა ღირებულების არიან, რა ფორმის არის და ასე შემდგომ. ის თუ რა რეაქცია ექნება ბავშვს საჩუქარზე და რა სახის, ასე ვთქვათ, საჩუქრებზე აქვს მას მოლოდინი და მოთხოვნა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ რას ვაძლევთ, როგორც მშობელი, როგორც აღზრდილი. ხო, საჩუქარი შეიძლება, საჩუქარი ზოგადად კარგია, როდესაც სწორი გზით, სწორ დროს არის მიცემული, ეს ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ, ასე ვთქვათ, განვითარებას, თავდაჯერებულობისა და ზოგადად მოტივაციის ამაღლებას. მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, როდესაც სწორ დროს, სწორი გზებით არის მიცემული ეს საჩუქარი. აბა მოდი დავკონკრეტებთ, უკეთესად რო გავიგოთ მშობლებმა, როდის არის ეს სწორი დრო. ძალიან ხშირად მნიშვნელოვანია, როდესაც საჩუქარს ვაძლევთ, ეს საჩუქარი არ იყოს არა მისი ქცევის, ასე რომ ვთქვათ, მაკონტროლებელი, აი მაგალითად შენ გაჩუმდი და მე არიტირო და გიყიდი კარგი რაღაცას, ამ დროს ხდება მისი ემოციების, რასაც ყველაზე ხშირად ხდებით, ამით დავიწყებ, ემოციების, ასე რომ ვთქვათ, უკუგდება, მის თვით რეგულაცია საფრთხეს უქმნით და არ ვაღიარებთ იმას, რის გამოც ის ტირის და ასე რომ ვთქვათ, არ განვიხილავთ, მაგრამ თავაზობთ სათამაშოს. ამით ერთი რომ მის ემოციურ სფეროს ვაყენებთ ზიანს და მეორე ის რომ ჩვენ თავაზობთ სათამაშოს და ბავშვს ვუგზავნით მესიჯს, რომ როდესაც შენ ემოციურად ან გაბრაზებული ხარ, ან რაღაცა გწყინს, ან ტირილი გინდა ხო, ან თუნდაც გახარებული ხარ, მე ამას შენ დაგიგვირგვინებ საჩუქრით, ოღონდ შენ ასე არ გამოხატვა, არ გააგრძელო. ხშირ შემთხვევაში ასეთ დამოკიდებულებას ხდებით ხოლმე ბავშვებთან. გარდა ამისა, რომ გაწყვეტინებ, ეს სადღაც უფრო ქრთამი ხომ არ არის? იცით რა, შესაძლოა იყოს ვარიანტი, როდესაც ბავშვს გვინდა რომ განვუმტკიცოთ კარგი ქცევა და ვეუბნებით და ვახალისებთ კონკრეტული საჩუქრით, მაგრამ ამას არ უნდა გქონდეს სისტემატიური ხასიათი, უნდა გამოვხშიროთ თან ის საჩუქრები, ერთხელ გამოვიყენეთ, ორჯერ, სამჯერ, ეს რომ არ განვუმტკიცდეს ბავშვს ქცევის შესრულება მხოლოდ და მხოლოდ საჩუქრების მიღების მიზნით, ამიტომ საჩუქრები უნდა გამოვხშიროთ და სხვა განმამტკიცებლები უნდა შემოვიტანოთ. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს საჩუქარს ვჩუქნით, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ მისი მიღწევა, მისი ძალისხმევა, შრომა, ის რაც კონკრეტულ საქმეში ჩადორის გამოცამას ვჩუქნით და როდესაც საჩუქარს ვაძლევთ და არა მხოლოდ საჩუქარს, პარალელურად ვასწავლოთ მადლიერების გამოხატვა და ის შემთხვევა არ გვექნება, რაც პატამ გვაჩვენა ახლა ხანს, ხო? ანუ უბრალოდ ვალმოხდით ნათქვამი მადლობა, ან შეიძლება მადლობაც არ გადაგვიხადოს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც საჩუქარს ვჩუქნით, მიზანმიმართულად ვაჩუქოთ და აღნიშნოთ, რომ ამას ვჩუქნით, იმიტომ რომ მან გამოიჩინა ძალისხმევა, მოტივაცია და ამით შინაგან მოტივაციასაც ვახალისებთ და შემდგომ უკვე ვასწავლოთ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმე რაიმე კარგს გვიკეთებს, ჩვენ მადლიერება გამოვხატოთ და ვუფასოთ ეს მეორე ადამიანს და ასე ნელ-ნელა უკვე წამოვა მადლიერების შეგრძნებაც და ასე ვთქვათ, მადლიერების გრძნობაც მშობლისადმი. კი ბატონო, რაც ქრთა მივახსენე წეღან და რადგან შეუძლებელია რაღაცნაირად საჩუქარი, ჯილდო და ქრთამი გავმიჯნოთ ხოლმე მშობლებს გვიჭერს განსაკუთრებით ამის გამიჯნა, ხომ რაღაცნაირად პროცესში ცოტა გვერევა ხოლმე ეს მოქმედება, ხო? აი, უკეთესად მინდა უფრო დაწყებებით რომ ავუხსნათ მაყურებელს, რა არის ქრთამი და როდის ვიწყებთ, რა სიტუაციაში გვჭირდება ბავშვის მოქრთამა, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. აი, იგივე მაგალითი თქვენ რაც თქვით, რომ აი შენ თუ არიტირებ, მე ახლა ამას გაგიკეთებ, ხო? ეს ხო უკვე ქრთამია. ხო, შეიძლება ამას დავარქვათ ქრთამით. მე ვფიქრობ, რომ მშობლის მხრიდან ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება, ის რომ მან მაგალითად თავიდან აირიდოს ეს ყველაფერი. თუ მშობელს აქვს იმის ცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანია იმ დროს სხვა სახით, სხვა ასე მოქმედებებით ჩაერიოს და ბავშვით რეგულაციაში დაეხმაროს და ემოციების გამოხატვაში და განიხილოს, ხო? ის თუ რატომ არ ყიდულობს მისთვის სათამაშოს ან მაგალითად რატომ ეუბნება არას, ხო? რომ გქონდეს ამის გააზრება, მე დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ მშობელი ამას გააკეთებს. სწორედ აღნიშნე, ხშირად არ აქვთ ამის ცნობიერება, ან ხშირად ვერ არჩევენ რა არის ქრთამი, ან როდის უნდა მისცენ ეს კონკრეტული საჩუქარი, ხო? ამიტომ ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ, წეგან როგორც აღნიშნე, როცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სჭირდება ბავშვს თავისი მიღწევების ან მოტივაციის, როდესაც
ძალისხმევას ჩადებს რაიმე კონკრეტულში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა ჩვენი ყურადღებისა, ემოციური მხარდაჭერისა, ამას კიდე დაეხმარება პერსონალური საჩუქარი, ხო? და ის საჩუქარიც ბავშვის ინტერესებში შედის, რატომაც არა გავუკეთოთ ეს საჩუქარი, დავეხმაროთ მის თვითშეფასებას, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობას, სხვანაირი мотиваცია გავუჩინოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არ უნდა იყოს ერთადერთი და პირველი, რითიც ყოველთვის ჩვენ წავახალისებთ ბავშვს, რადგან შემდგომ ის ისწავლის ასევე, რომ მის ნებისმიერ კარგ ქმედებას აქვს გარე мотиваტორი საჩუქარი და ის ყოველთვის ითხოვს საჩუქარს. და როდესაც ყოველთვის საჩუქარს ითხოვს, ხშირად გარკვეულ ასაკამდე გვაქვს ხოლმე მშობლები განსაკუთრებით პირველ შვილთან მიმართებაში არიციან ხოლმე როდის უთხრან უარი, მე როცა უკვე ბავშვი წამოიზრდება და ხედავენ რომ სახეზე ძალიან ბევრი სათამაშოა რომლითაც არც ინტერესდება ბავშვი და არც ასე რომ ვთქვათ თამაშის სურვილი აქვს და არც გამოყენების, მე მშობელი ხშირად ეუბნება რომ აი რამდენი სათამაშო გიყიდე და ეხა ახალს ვეღარ გიყიდი. ანუ არ აინტერესებს ბავშვს რამდენი სათამაშო უყიდე, განსაკუთრებით თუ მის ინტერესში არ იყო ის სათამაშო, ხო, მაგალითად სამსახურიდან მიდიხარ და უცებ რაღაც სათამაშო შეხვდა, რომელიც შენ მოგეწონა და გააყოლე ხელს და რეალურად აღმოჩნდა, რომ არ აინტერესებს ბავშვს კონკრეტული სათამაშო, ხო, ამიტომ თან ბავშვის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ აუცილებლად და გვახსოვდეს, რომ ბევრი სათამაშო არ ნიშნავს კარგ ბავშვობას, არამედ სათამაშოები, რომლებიც არის პერსონალური, სათამაშოები რომლებიც არის ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, ბავშვის ასაკობრივ განვითარებიდან გამომდინარე, აი ამას შეიძლება მოგვაროს ბავშვ ბედნიერება და არ ზოგადად რაღაცა სათამაშოების ერთმა დიდმა ოთახმა. ხო, ხშირად ძალიან ხშირად მსმენია ირგვლივყოფი ადამიანებისგან, რომ აი მithქვამს, რომ აი ამდენი სათამაშო რა თუნდა ბავშვს რომელიც და აღნიშნული სათამაშოები არ არის ხოლმე გათვალისწინებული ასაკობრივად, ანუ ყველა სათამაშოს ხო თავისი ასაკი აქვს, ის უნდა აღიქვას ხო ბავშვმა და მიხვდეს როგორ უნდა ეთამაშოს და ხშირად მithქვამს ხოლმე, რომ აი რა თუნდა იმ მთელი ერთი უზარმაზარი ოთახი სავსე რო აქვს სათამაშოები და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი მე მაგალითად მე არ მქონია ბავშვობაში ამდენი სათამაშო, მაკლდა, მინდოდა სხვას რო გქონდა, მე არ მქონდა და აი ამიტომ ხო ხშირად ვიცით ხოლმე აი ყველა ქმედების გადმოტანა შულზე ის რაც ჩვენ ვაკლდა ხოლმე ეს ალბათ უკვე ბავშვობის ტრავმა არის რაზეც ხშირად გვისაუბრია და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც უფრო სწორი მიმართულებით წავალთ ხოლმე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია როცა ყურადღებასთან და საჩუქრებზე ვსაუბრობთ დაპირების არ შესრულება რომელიც ძალიან მტკივნეულია ბავშვებისთვის და თუ ჩვენც ზრდასრულები მშობლები კარგად დავფიქრდებით მიხვდებით რომ არა მხოლოდ ბავშვებისთვის არამედ ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეულია ძალიან მარტივი მაგალითი ახლა რომ ავიღოთ ხმე რომ მაგალითად თქვენ იქით აკვირას მოგიპატიშებთ მაგალითად გადაცემაში თქვენ დაამპირდებით რომ მოხვალთ მაგრამ ამ დაპირებას რო ვერ შეასრულოთ მე ხო ეს ძალიან მეწყინება და ეს ძალიან მავნებს ხო ну ეს ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ სიტყვიერად ავხსნათ რაღაც არგუმენტებით და მაგალითებით, მაგრამ ბავშვს არ შეუძლია ხო ეს ყველაფერი გადმოსცეს ემოციით. რა არის ზოგადად დაპირება და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ამ დაპირების შესრულება და თუ მშობელმა ან უბრალოდ მეგობარმა თანაკლასელმა ვერ შეძლო ამ დაპირების შესრულება, ამ დროს რა უარყოფითი შედეგები იჩენს ხოლმე თავს? კი, ეს თან თამაშთან და ზოგადად საჩუქრებთანაც არის მიმართებაში, იმიტომ რომ ხშირად პირდებით ბავშვებს რომ მე რაღაცას გაჩუქებ, აქ ოქროს რეკომენდაციები გვაქვს ის რომ როდესაც პირდებით ეს იყოს დროში, არა ხანგრძლივ დროში გაწერილი, მაგალითად ერთი კვირის შემდეგ გაჩუქება იმისთვის რომ ის ემოციურ კეთილდღეობას დავეხმაროთ და უკეთესი ფონი შევქმნათ, დრო უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე იმისთვის რომ მივცეთ ეს საჩუქარი ან შევასრულოთ დაპირება, იმიტომ რომ ხშირად არ ახსოვთ ბავშვებს, არ ახსოვთ მაგალითად ის თუ რატომ დაპირდით საჩუქარს ან მაგალითად როცა ვთხოვეთ რომ ეს ქცევა გამოასწორე და მე ამ რაღაც კონკრეტულს შეგისრუე მაგალითად ხო და თუ ეს არ შესრულდა მე უკვე სახეზე გვაქვს იმედგაცრუება ის რომ
ბავშვი შეიძლება უკვე ადრეული ასაკიდან არა, მაგრამ აი 4-5 წლის ასაკიდან უკვე თქვას რომ იცი რა, რაც დამპირდი მე არ შემისრულე და ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ქცევის ასე რომ თქვას ცვლილებაც, ხო? გაღიზიანებადობა გამოიწვიოს ბავშვში ან მშობლისადმი პროტესტი, იმედგაცრუება და მერე უკვე თუ ეს ხშირად განმეორდა და მშობელმა არა იყო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა მაგალითად, ხო? ამან შეიძლება უკვე სისტემური და განმეორდა უფრო ხშირად გამოიწვიოს სისტემური გაღიზიანება ბავშვის მხრიდან და იმის ცოდნა რომ მშობელი რასაც პირდება არ უსრულებს და შესაძლოა თვითონაც ისწავლოს რომ სხვას დაპირდეს რაღაცეები, მაგრამ აღარ შეესრულოს. ხანტო მნიშვნელოვანია ის მაგალითი, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვებს კი. კი ბატონო და ირმა საინტერესოა შეიძლება აი შენ ახლა ახსენე რომ შეიძლება რომ ეს მის ხასიათშიც ჩაჯდეს და თავადაც დაპირდეს მაგალითად მის მეგობარს რაიმე თუნდაც წვრილმას და არ შეასრულოს იმიტომ რომ მასაც გამოუვლიეს, მასაც დაპირდნენ არ შეასრულეს და ჩვეულებრივი ქმედება შეიძლება იყოს უკვე მისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვები ამ ქმედებას ან დაპირების არ შესრულებას აღიქვამენ ტყუილად და შემდეგ მშობლებს ეუბნებიან რომ შენ მომატყუე და შენ მატყუ არა ხარ. ეს რამდენად სწორია და შეიძლება თუ არა ტყუილის ინტერესი გაუჩინოთ, უკვე დაინტერესდეს რა არის ეს ტყუილი და იგივენაირად თავადაც დაიწყოს ტყუილები სხვა ადამიანის მიმართ. რეალურად ტყუილი გამოდის, იმიტომ რომ დაპირდა რაღაც კონკრეტულ შესრულებას, თუმცა არ შეასრულა და შემდგომ არც ემოციური მხარდაჭერა არ გამოცხადა ბავშვისადმი და არც ამის ცვლილებას, მაგალითად გამოსწორებას და რაღაც ახსნას, ხო, რატომ არ მოხდა ამ ყველაფრის შესრულება თუ არ ეცდება და ის მეორდება ის დაპირებები. რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია, რომ ბავშვმა უკვე თქვას, რომ მშობელი არის მატყუ არა, მას აღარ ჯერა უკვე მშობლის და პროტესტი გაუჩნდეს, როგორც წეღან აღნიშნე და ეს პროტესტი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვანაირად ბავშვის ქცევაში და აქ შესაძლოა ბავშვმაც ასევე დაპირდეს, რომ რაღაცებს შეასრულებს, მაგრამ თვითონაც აღარ შეუსრულებს უკვე არა მხოლოდ მეგობარს, არამედ თვითონ მშობელსაც. ხოლო ის რომ თვითონ ინტერესი გაუჩნდება ტყუილისადმი, პრაქტიკაში აქვს უკვე მას ის რომ მოლოდინი აქვს და იმედი გაუცრუდა და ის იმედგაცრუება კი ვიცით როგორი მძიმე ემოცია არის განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როდესაც არ იცი როგორ მართო ეს იმედგაცრუება და შეიძლება დაიწყო ადრეულ ასაკში ბავშვმა ტირილი, ან ვერც კი გამოხატოს, ხო, რატომ არის გაღიზიანებული და შეიძლება გამოვლინდეს რაიმე სხვა ქმედებებშიც, მადის დაკვარგვაში, ძილიანობაში, ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სიმპტომი. კი ბატონო, ჩვენ ახლა ძირითადად ამ რუბრიკის ფარგლებში ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე ბავშვებზე და მოზარდებზე და პირველი ობიექტი ჩვენთვის არიან ხოლმე ბავშვები, მაგრამ ან მშობლებს ვერ გაუმიჯნავთ გამორიცხულია, ხო, ასეთ თემებში. ამიტომ ახლა მინდა რომ ორივე მხარეს შევეხოთ. რამდენად საჭიროა, ან უნდა გავითვალისწინოთ თუ არა მშობლებმა შემდეგი რამ, როდესაც ჩვენი შვილი იმ ასაკს მიაღწევს, რომ შეიძლება რომ მისგანაც უკავშირი მოვითხოვოთ, ეს ალბათ უკვე მოზარდობის ასაკში შეიძლება მოხდეს, მოვითხოვოთ რას გულისხმობ. აი მაგალითად ის რომ მისგანაც მივიღოთ რაიმე სახის საჩუქარი, რომელიც ჩვენთვის ყველა მშობლისთვის არის ძალიან დიდი სიხარული, ხო? მისგანაც მივიღოთ ხოლმე რაღაცნაირი ესეთი დაპირება, რომელსაც მოვითხოვთ რომ შეგვისრულოს, მაგრამ თუ არ დაგვპირდება ამაზე ჩვენც გვექნება რეაქცია. უკავშირს რატო გულისხმობთ, ჩვენ ხო ყოველთვის ვამბობთ რომ აი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ დავანახებთ ბავშვებს, ბავშვი არის სარკე, ის იმეორებს იგივეს, თუ ჩვენ რაღაცას სულ უარყოფით დავანახებთ, მაშინ შეიძლება გავაგვიძოთ ეს უარყოფითი. აი ასე დროს როგორ უნდა მოიქცეთ მშობლებმა, რა ასაკიდან შეიძლება უკვე აუხსნათ ბავშვს, რომ დედასაც, მამასაც ჭირდება შენგან ყურადღება, თუნდაც დაბადების დღეზე, თუნდაც ერთი უნიშნელო რაღაცა ყვავილი და არა ძვირადღირებული საჩუქარი. ამას შემიძლია რაც ისე გავრცელებული ამბავი რაც გვაქვს საქართველოში და არ მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ბევრ კულტურაში არის ის, რომ როდესაც მაგალითად მშობელი შვილს აჩენს, მე მოლოდინი აქვს შვილისგან, რომ ის სიბერეში წყალს დაალევინებს, იზრუნებს, მოუვლის და ეს ვალდებულება გადადის. როდესაც ეს ხდება ბუნებრივი გზით, მზრუნველობით, მხარდაჭერით და შვილზე ამას ისაუბრები არა ვალდებულების, არა მოთხოვნის გზით, არამედ შენი ზრუნვით ზრუნავ შვილზე მაქსიმალურად ისე როგორც შეგიძლია და შენ საუკეთესოს აკეთებ, მე ნახავთ რომ შვილისგან
თან ეს ავტომატურად თქვენ გიბრუნდება და ისიც ფიქრობს, როგორ გაახაროს მშობელი, როგორ დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ასაკში, თუნდაც პატარა ბაღის ასაკშიც კი ხვდებიან ბავშვები, რომლებიც ძახიან დღეს დედას დაბადების დღე აქვს და მოდი რაღაც გამაკეთებინე, რომ წავუყო, იცით რა, იმიტომ რომ ადრეული ასაკიდან ხდება ამაზე საუბარი ერთმანეთის ზრუნვას რა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც დაძმაზე, ოჯახის ნებისმიერ წევრზე და ეს არ არის ვალდებულება, არამედ ეს არის მზრუნველობა, სიყვარულზე დაფუძნებული რამ და როდესაც ასე ხდება ჯანსაღ გარემოში, ხო? მაშინ შვილის განცდა ყოველთვის ავტომატურად მოდის, რომ იზრუნოს თავის მშობელზე, ეს იქნება დაბადების დღე, დღესასწაულები თუ რაიმე სხვა და სწორად აღნიშნეთ, როდესაც მას ახსოვს თუნდაც ადრეულ ასაკში, ხო, ადრეულ წლებში როგორ ზრუნავდა, როგორ შექმნიდა მშობელი ამ ყველაფერს მაგალითად და რას ემსახურებდა ეს ყველაფერი, მე თვითონ ცდილობს, რომ რაღაც ეს ტრადიცია გამოიყენოს და მშობელსაც დაუბრუნდეთ პირველ ხელფასზე შევიეთ ხოლმე, რომ რაღაცა მშობელს ყიდულობენ ხოლმე ან დედის დღეზე მაგალითად ან ქალთა დღეზე, კაცთა დღეზე, ნუ მშობელი ხოლმე მშობელია, ხო, და ორივესთვის ცდილობენ რომ რაღაცნაირად გაახარონ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, როდესაც ეს არ არის ვალდებულება და მშობელი არ თხოვს, რომ ეხა შენზე მე რამდენი ვიზრუნე, შენთვის უარი ვთქვი სამსახურზე, ყველაფერზე და შენ მე არაფერს არ მიკეთებ, არ მახარებ, ანუ ვალდებულება, ძალდატანება, მაგრამ როდესაც აქ ხდება სხვანაირი მზრუნველობით, რომ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, მე ამ სწორედ ამიტომ ვდებ ამ სიყვარულს, ამ ემოციას და არა დაყვედრება, რომ ეს ყველაფერი ასე იმიტომ ხდება, რომ შენ მაშინ უკვე სხვანაირი შედეგი გვაქვს, რა თქმა უნდა. კი ბატონო. განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში არის ეს ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებაში ესეა გავრცელებული, რომ აი მშობელზე, განსაკუთრებით დედაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული თუ როგორი მეუღლე იქნება შემდეგში. ეს არ ვიცი ხარ რამდენად სწორი არის, მე არ მყავს ბიჭიშვილი და არ ვიცი მექნება თუ არა ამის შესაძლებლობა, მაგრამ აი ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი განსაკუთრებით ბიჭშვილებთან მიმართებაში დიდი პასუხისმგებლობა აქვს დედას, რომ ასწავლოს ქალის ფასი, რაღაცნაირად ასე ამბობენ, რამდენად სწორია ეს? ზოგადად იქიდან გამომდინარე, ჩვენს კულტურაში ძირითადად დედები არიან პასუხისმგებლები შვილის აღზრდაზე და იმ დროს რაც ბავშვი გვიჩნდება, ხო, ოჯახში დედა რჩება და მამა მუშაობს და ნაკლებ დროს ატარებს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი, დედა არის პირველი მაგალითი, თუმცა, როდესაც ხვდებით ოჯახებს, სადაც ორივე მშობელი ერთნაირად არის ჩართული, ორივე მშობელი ცდილობს, რომ მაგალითად ამღრდელობითი პასუხისმგებლობა გადაინაწილოს, რატომაც არა, მამასაც იდეალური მაგალითები შეუძლია რომ მისცეს. მნიშვნელოვანია აქ არა დედა იქნება, არა მამა, არამედ რა გარემოში არა მაგალითს აძლევს აღზრდელი და როგორც აღნიშნეთ ჩვენს კულტურაში უბრალოდ რახან დედას უფრო ხშირ დროს ატარებს, სწორედ ამ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელობა აქვს მაინც მამას, იმიტომ რომ ასეთ კულტურაში მაინც ხშირად ხვდებით რომ მამა უფრო ავტორიტარულია შვილისთვის ვიდრე დედა. ის მაგალითები ხომ გსმენიათ, აი მამა მოვა სამსახურიდან და ნახე რას გიზამს თუ არ დამიჯერებ. ჩვენ თვითონვე ვხდით ავტორიტეტს. ხო, ანუ გამოდის რომ მე ხა კი არ მისმენ, that's okay, მაგრამ მამა რომ მოვა, ეგ გაგიმასპინძლდება, მოკლედ თვითონ ხსნით ამ ასე რომ ვთქვათ პატივისცემის ხიდს, ხო, ამიტომ ბევრი რამ განაპირობებს ამას კომპლექსური ამბავია საკმაოდ კი, ამიტომ ჭირს ასე ცალსახად თქვა. კი ბატონო, და რაღაცნაირად რო შევაჯამოთ რუბრიკის ბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს, რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ ყურადღებასთან დაკავშირებით? ხო, ალბათ ის რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, ემოციურად დაუჭირონ მხარი შვილს, როდესაც ფიქრობენ რომ შვილისთვის საჭიროა რაღაცა განმამტკიცებელი ან мотиваცია, მათთან ერთად გაატარონ დრო, მაგალითად კვირის განმავლობაში 2 საათი გამოყონ, ერთი თუ ბევრი შვილი ყავთ სახლში, განსაკუთრებით ერთი შვილს დაუთმონ ის დრო, მეორე დღეს მეორე შვილს და აი ღირსეული დრო რაც არის ხარისხიანი დრო, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ასე გაატარონ და გარდა ამისა ის საჩუქრები რაც არის ყოველთვის იყოს მიზანმიმართული და სწორ დროს სწორ ადგილას გადაცემული შვილებისთვის. კი ბატონო, და საჩუქარი არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ძვირადღირებული, ან უნდა იყოს და კი როგორც წეგან აღნიშნე, ხო, ძალიან გაახარეს. მადლობა ირმა, ყოველთვის საინტერესო დიალოგი გამოგვდის ხოლმე, როცა ჩვენი სტუმარი ხართ და იმედი მაქვს რომ შენი რეკომენდაციები განსაკუთრებით ახალბედა დედებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, რომელსაც მის შვილთან მიმართებაში გამოიყენებს. ჩვენი სტუმარი იყო ფსიქოლოგი ირმა ბულქვაძე და ჩვენ საუბრობდით საჩუქრებზე, ჯილდოზე და მის მნიშვნელობაზე. ჩვენ რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
სოფო მადლობა, ძალიან სასიამოვნოდ დავიმუხტე როგორც მშობელი და გავითვალისწინებ რჩევებს, ნამდვილად არის რაღაცები, რაც ყველაფერი არ ვიცით. და დღეს ისეთი რაღაცები გავიგე, რომ მინდა რომ პრაქტიკაში გამოვიყენო ჩემ შვილთან. სხვათა შორის შენ ახლა ძალიან სწორად აღნიშნე, დავიმუხტე კარგი ენერგიითო, რომ თქვი, იმიტომ რომ თუ დაუკვირდებით, ელემენტარული კომპლიმენტიც კი შეიძლება შენ ჩემგან მიიღო ისე როგორც საჩუქარი და რამაც შეიძლება მთელი დღე გაგამხიარულოს, გაგახაროს და ესეთ მომღიმარი გატაროს. ნამდვილად აი ფასეულობას არ აქვს შობა. კი ბატონო, აი ერთი ყვავილიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და სასიხარულოა. ახლა ფესტივალზე კარზე უნდა ვილაპარაკოთ. შესაბამისად სტუმარსაც უნდა დაუძახოთ, იმიტომ რომ მე დრო არ დაგვრჩება რომ ასე საუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ვახტანგ ბერიძე უნდა მოვიწიოთ, თუნდაც მოგზავნით თუ შეიძლება ამ ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობა. დავიწყოთ საუბარი თვითონ ფესტივალზე. პირველ რიგში ბოდიშმა გაწყვეტინეთ ძალიან მიხარია რომ აღნიშნული ფესტივალი გრძელდება უკვე წლების განმავლობაში, ხო? მე 13 წელი მეჩვიეთ უკვე და ისე ვახსენებთ რომ ყოველ წელს უბრალოდ შეიძლება ვუწოდოთ რომ ყოველწლიური საჩუქარია ჩვენთვისაც, ვინც ამ ფესტივალს ესწრება ხოლმე და ბატონო და დღეს რა ხდება, როგორ რასაპირებთ, როდის იწყება, როდის ალფერებთ და ეს ყველაფერი გაგვეცანით. გვაინტერესებს ყველაფერი. კი ბატონო. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლიერებით თქვენს მიმართ. რომ ყოველთვის აქტუალიზაციას ანიჭებთ კულტურას, ხელოვნებას და აშუქებთ თქვენს გადაცემებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არის კულტურის სფეროსთვის. რაც შეეხება ფესტივალს 13 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ემოცია და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, კარგი ამბავი დავაგროვეთ, კარგი ამბები დავაგროვეთ. და უშუალოდ სამ ჩემს ფესტივალზე ვიტყოდე, ერთი წინადადებით ვიტყვი, რომ მე როგორც ხელოვნების მენეჯერს ძალიან სიამოვნებს ის ფაქტი, რომ რეგიონში არის საფესტივალო კულტურის განვითარების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის, მათი პოპულარიზაციისთვის, მათი მხარდაჭერისთვის, ავტორების მხარდაჭერისთვის, არტისტების მხარდაჭერისთვის. და ეს აუცილებლად იმსახურებს მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს ამ ინიციატივებს. რაც შეეხება ჩვენს ფესტივალს 2013 წელს დაფუძნდა მთიან აჭარაში ჩემი ინიციატივით და მას შემდგომ უკვე მე-13 ჯერ ჩავატარებთ წელს ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში ხელშესახები, ესე ვთქვათ, შედეგები დაგვიგროვდა, ეს არის წიგნები, ეს არის ფილმები, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებიც შეიქმნა ამ ღონისძიებების ფარგლებში, რაც არა მარტო ჩვენი როგორც ამ კუთხის კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ზოგადად ქართული კულტურის ნაწილი გახდა და ის წიგნები, რომლებშიც დაიწერა აჭარაზე შექმნილი ლექსები, მოთხრობები, ნოველები, პიესები, ამან თავისთავად აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებს ხელი შეუწყო, რომ შევიდეს ქართულ ლიტერატურაში და ძალიან ბევრმა ლიტერატურით დაინტერესებულმა ადამიანმა პოეზიით თუ ლიტერატურის სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიმდინარეობით იგემოს აჭარის სურნელება, აჭარის სიდიადე და ის ცოდნა, რაც საუკუნეების განმავლობაში ამ კუთხეს ჰქონდა. უშუალოდ ჩვენი ფესტივალის მიზანი არის ის, რომ ხელი შეუწყოთ წიგნიერების გავრცელებას. ზოგადად რაღაცნაირი შაბლონური ტექსტები გვაქვს, რომ კულტურის პოპულარიზაცია, რაღაცა, მაგრამ ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ლაპარაკი, რომ ამას აქვს თავისი ქვეტექსტები, რაც გულისხმობთ ჩვენ წიგნიერების ხელშეწყობაში და გავრცელებაში, ხო? ანუ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ძალიან დიდ კონკურენციაში. არის ტექნოლოგიური სამყარო, სხვადასხვა ინტერესები ჩნდება, ადამიანები სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ცნობის მოყვარეობით ვართ გატაცებულები და ჩვენი გონებაც, რა ვიცი, მრავალწილად იშლება და საბოლოო ჯამში ადამიანის ფსიქოლოგიის, ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის წიგნი, ლიტერატურა, ის ინფორმაცია და ის წყარო, რომელიც წიგნიდან მოდის, ის ემოციები. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა თაობის წარმომადგენლისთვის არის ჩვენი ფესტივალი, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდები მეტად დაუბრუნოთ, დავაახლოვოთ
დავამეგობროთ წიგნთან და ავტორებთან და მარტივადაც რო ვთქვათ, საკმარისია ერთი თაობა მოვარდეს ამ პროცესიდან, რომელიც სულ რაღაც 500 წელია დაწყებული, პირველი საბეჭდი მანქანიდან დღემდე, როცა მასიური გახდა წიგნი, რომ ისევ დავბრუნდებით შუა საუკუნეებში და ვერანაირ ტექნოლოგია ვერ გიშველის. იგივე ტექნოლოგიის შემქმნელსაც სჭირდება წიგნი, საერთოდ უნდა ისწავლოს ეს ფიზიკა, ინჟინერია და ასე შემდეგ, ასე რომ. იცი რა არის რაღაც სიღრმეებში ჩასვლა სხვადასხვა თემაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, გენეტიკური კოდები სად არის, სად ინახება, ხო, ეს ყველაფერი ძალიან ისეთ სამსჯელო საკითხებია აქ და ახლა ჩვენ რო ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ესეთი ქართულ ხასიათში გვიდგას, რომ ან ყველაფერი რაღაცა ზე აღმატებულ ფორმაში აყვავს, ან ვასამარებთ რა, ან ზე კულტურის ხალხი ვართ და ან უკულტუროები ვართ, შუალედს არ ვიცავთ. ამიტომ მე ორივეს ვეწინააღმდეგები, ჩვენ არც ზე კულტურის ხალხი ვართ და არც დასამიწებელი. ჩვენ ვართ იმ კულტურის ხალხი, რომლებმაც კაცობრიობას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცოდნა მიცა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ყველაზე დიდი შეფასება არის. ყველა რთულ პერიოდში, როცა საქართველოს ჰქონდა რთული პერიოდი, წინა ხაზზე გამოდიოდნენ ჩვენი ლიტერატორები და მე-19 საუკუნე რო გავიხსენოთ, თერგდალეულების მოძრაობა ღირს მთელ ეპოქად, ხო? ჩვენი რენესანსი შუა საუკუნეებში ფასდება შოთა რუსთაველის ვეფხის ტყავსნით. ჩვენი პირველი ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება და მთელი ეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იმ პერიოდის არის საგანძური, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალიან ბევრ ცივილიზაციაში არ არსებობდა ის საკითხები, რომლებზეც ჩვენთან საუბრობთ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენ აქ და ახლა უნდა გავაანალიზოთ, ანუ წარსული, აწყო, რომ მომავალი შევქმნათ და გავაანალიზოთ ცნობიერი. ამიტომ ლიტერატურას განსაკუთრებით რატომღაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში არაპოპულარულ დარგად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამას ფესტივალი რა ჭირდება, იმიტომ რომ ფესტივალის დეფინიცია არის გამოფენა ხილვა. გართობა. ხო და ჩვენ ზუსტად აქ გვაქვს მთავარი ესე ვთქვათ ქვეტექსტი, რომ ეს არ არის მხოლოდ გართობა, ეს არის შემეცნება, ეს არის არაფორმალური განათლება. ჩვენი ფესტივალის ფარგლებში არის საჯარო ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, სხვადასხვა დარგში ესე ვთქვათ შემდგარი პროფესიონალების მიერ ჩატარებული ლექციები, რომლებიც ეძღვნება კულტურას, რომლებიც ეძღვნება ხელოვნებას, რომლებიც ეძღვნება საქართველოს ისტორიას, მრავალ საკითხს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ჩვენი ფესტივალის ფარგლებში არის წიგნების პრეზენტაცია, საჯარო ლექციები, პოეზიის საღამოები, წიგნის გამოფენა გაყიდვა ფიზიკურად. ჩვენ რო წავიდეთ ახლა მთელ მაღალმთიან აჭარაში, ერთ წიგნის მაღაზიას ვერ ვნახავთ. ანუ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ეს არის ფესტივალის კიდე ცალკე საჩუქარი, რომ გამომცემლები ჩამოყავს, მათ ხელს უწყობთ და ეს გამომცემლები ადგილზე შეღავათიანი ფასებით ყიდიან გამოცემებს, წიგნებს და მე ის რადგის რომ ავტორი რომელიც წიგნსაც იყიდი, იქვე არის და ავტოგრაფს გიკეთებს, ეს ცალკე ემოცია არის. ის რომ უშუალოდ შენს გარემოში, შენს სოფელში, შენს რაღაცა დაბაში გვხდება მწერალი, რომელიც ტელევიზიით გინახავს და რაღაცა მითოლოგიურ პერსონაჟად მიგაჩნია და უცებ ეს მითი იმსხვრება და გეძლევა იმის საშუალება, რომ უშუალოდ გამოესაუბრო, ელაპარაკო და მისგან გაიგო ის, რაც გაინტერესებს. ცოცხალი ადამიანია და შენ შეგიძლია იგივე გზა გაიარდე, მიხვიდე, ისიც ჭამს, სვამს ადამიანია. ანუ ესეც შენთვის ძალა არის რა. კერპი არა. კი. ის რომ ფესტივალმა შექმნა არაერთი მეტაფორა, საინტერესო ამბავი, ძალიან ბევრი ავტორი ჩამოვიდა, ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვს ფესტივალის ფარგლებში. აჭარის სხვადასხვა კულტურული სივრცის ესე ვთქვათ წარმოჩინებას, ეს რა თქმა უნდა ტურიზმზე ხელშეწყობა არის. ფესტივალის ფარგლებში ჩვენ საგრანტო კონკურსში რა თანხასაც მოვიპოვებთ, ეს თანხა იხარჯება მაღალმთიან აჭარაში. სასტუმროებში, ტრანსპორტში, კვების ობიექტებში, ხო? ანუ ესეც მეწარმეების ახალისება, ანუ თავიდან ბოლომდე ფესტივალი როგორც იდეურად, ისე იდეოლოგიურად ხელს უწყობს ხელოვნების, ლიტერატურის, წიგნიერების გავრცელებას, ასევე მეწარმეების ახალისებას და კულტურის ეკონომიკას სხვა მეტი არაფერი. ალბათ ყოველწლიურად ელოდებიან თვით მოსახლეობა და მათთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. უნდა შევთანხმდეთ თან იმაზეც, რომ ახლა როდესაც ანალოგიას აკეთებდით იმაზე, რომ ეს არ არის მარტო გართობა, ეს სერიოზული საქმეა.
უბრალოდ სიტყვა ფესტივალი არ არის მხოლოდ გართობის მატარებელი პრინციპში იდეითაც ბავშვი რო თამაშობს, ხო? ბავშვი ხო უბრალოდ არ თამაშობს, ბავშვი სწავლობს და ვითარდება. იგივეა დაუშვათ ფესტივალის დანიშნულება. შეიძლება ერთის მხრივ ასე ცალი თვალით რო შეხედო ეს გართობას გავდეს, მაგრამ ამ გართობაში იმდენ რაღაცას სწავლობ, ხო? როდესაც მიტოვეთ ეს რაღაც ჩამოთვალეთ, ახლა თავიდან რო არ დავიწყოთ, აქ შეუძლებელია აქედან რაღაცა საფიქრალეთ არ წახვიდე და ამ საფიქრალმა უკეთესი არ გაგხადოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, ხო? ანუ ღონისძიებიდან ღონისძიებამდე ჩვენ უნდა დავყვებოდეს საფიქრალი, რომელიც ცulis, რომელიც გზრდის, ანუ სიტყვა ცვლილება ადამიანებს ძალიან აშინებთ. ერთ-ერთი მთავარი შიში ცვლილებების არის ის, რომ აი რო შევიცვლები, როგორი ვიქნები და ანუ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ განვითარების გზაზეც გახარ, რომ იცვლები. ესე იგი, ისე აღარ ფიქრობ, როგორც გუშინ ფიქრობდი, ისე აღარ ხედავ, როგორც გუშინ დაინახე რაღაცა ის საკითხი, ხო? ანუ და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პროგრესი. ამიტომ ღონისძიებების მთავარი დანიშნულებაც ეგ უნდა იყოს, რომ ვცვლიდეს, გვაფიქრებდეს, საფიქრას გვიჩენდეს, აზროვნება მეტად დავტვირთოთ, დავკავდეთ იმით, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, რაღაცაზე შევთანხმდეთ და ჩვენ ფესტივალს ყოველწლიურად აქვს თემები, კონკრეტული თემები, რომლის ირგვლივაც ვაგებთ დრამატურგიას ღონისძიებების. წელს არის ჩვენი თემა კულტურათა შორის დიალოგი. ეს არის კომპლექსური საკითხი ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ჩემ პროფესიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიალოგის სწორად აგებას. და ის რაც ჩვენ მთელი 32 წლის განმავლობაში არ გამოგდის, ყველაფერი არის არასწორი დიალოგის შედეგი. ამიტომ დიალოგი საქართველოს კუთხეებს შორის, კულტურათა შორის დიალოგს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მაგალითად, ბათუმში რამდენმა ადამიანმა იცის, რა პროცესები არის კულტურასთან დაკავშირებული გურიის რეგიონში, იმერეთის რეგიონში, ახალციხის რეგიონში, სხვადასხვა რეგიონში. კი ბატონო, ისევე როგორც იმათმა არიციან, ესე ვთქვათ, სრულყოფილად რა ხდება აჭარაში და ეს არ არის სწორი ფორმა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ კულტურის პოლიტიკაზე, კულტურის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ ყველამ ვიცოდეთ ერთმანეთის რესურსები და ეს მრავალფეროვნება, რომელიც ქართულ კულტურას ახასიათებს, ეს მრავალფეროვნება გავხადოთ ჩვენი ძალა. ამიტომ დიალოგი როგორც შიგნით, ასევე დიალოგი თაობებს შორის. მთელი პრობლემა მამათა და შვილთა ბრძოლაში არის ის, რომ არასწორად გვესმის რაღაცა საკითხები, ან სწორად გვესმის და ერთმანეთს არ გვინდა რომ გაუგოთ შვილს როგორ ესმის, მაგალითად. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ეს ენობრივი დაახლოება არის ხელოვნების საგანი, იმიტომ რომ როცა ხმაურობენ ბომბები, როცა ხმაურობს კანიბალიზმი, ამ დროს მისი წამალი არის ხელოვნება, მალამო არის ხელოვნება, რომელიც ამშვიდებს ყველაფერს, რომლებიც სწორ გზაზე მიგითითებს, რომლებიც რელიგიასავეთ არის რა, ანუ რწმენაში გაბრუნებს, რომ შენ ხარ ადამიანი და არ გაჩენილ ხარ იმისთვის, რომ კანიბალი იყო, შენ ხარ ადამიანი, გაჩნდი იმისთვის, რომ შექმნა ახალი სივრცე, რომელშიც იცხოვრებს შენი მომავალი თაობა. და შენ თუ ხედავ სხვის ნაკლოვანებას, ისიც ხედავს შენსას და ამ ნაკლოვანებით ერთმანეთს რაღაცნაირად პეტრისივით. მიმღებლობა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ საზოგადოებას ჭირს. იმიტომ რომ არ მიგიღე, არ გაღიარე, შენი წარმატება არ ვაღიარე, შენი არ გამიხარ და ეს არის პრობლემა. ამიტომ დიალოგი არის აქ გასასწორებელი, ასე რომ ვთქვათ, რადიოს სიხშირეებს რო ვასწორებთ. ხო, აი, სიხშირე ახლა გასასწორებელი არის დღეს აქ და ახლა ამ გამოწვევის პროცესში, რაშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, ზოგადად ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში. ხიკინებთ, ხო? აი, ზუსტად არის რომ დიალოგი გავასწოროთ და ვისაუბროთ იმაზე, რაც მართლა ჩვენი, ანუ ჩვენი რესურსის მქონე, კულტურულ რესურს გულისხმობ აქ. ჩვენი რესურსების მქონე საზოგადოებას მე მგონია დრო არ უნდა გრჩებოდეს სხვა რაღაცებზე საფიქრალად, იმდენად მდიდარია, იმდენად ყოვლის მომცველია, იმდენად საინტერესოა, იმდენად შთამბეჭდავია და გადავეშვათ ამ რესურსებში და მომავალ თაობას ამოუტანოთ ის, რაც შეიძლება რომ დაკარგვის პირას გქონდეს ახლა. ამიტომ დიალოგი ჩვენთვის არის მთავარი საკითხი, ამიტომ ძალიან დიდი დრო დაეთმობა ჩვენს ფესტივალში ამას. 5 სპიკერი გვეყოლება
სოხუმის უნივერსიტეტიდან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან და ერთი სტუმარი გვეყოლება იაპონიიდან, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგზე და რა თქმა უნდა შიდა დიალოგზეც და მთელი ჩვენი დრამატურგია წლევანდელი ღონისძიების პოეზიის საღამოები თუ მთელი კონცერტები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში იგეგმება, იქნება აგებული იმაზე, რომ ქალაქური და მთის კულტურა, რეგიონებს შორის კულტურა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად შევკრიბოთ. ანუ ესეთი ტერმინია ბიბლიაში, დრო ჟამი დგება ქვები შეგროვების. და ეს ჟამი ჩვენთვის ძალიან დიდი ხანი დადგა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვებს ვანიავებთ, ამ ცოდნას ვანიავებთ, ამ სიბრძნეს ვანიავებთ ერთმანეთის განადგურებაში. ხო? და ოდესმე ხო ვიღაცა უნდა მოიგოს გონს, რომ ამ განადგურებით კატასტროფამდე მივდივართ. ჯობია რომ შევგროვდეთ და მით ისა ზურაბ გორგილაძე ამბობდა, რომ წვეთ-წვეთობით შეკრებილებს რა გვაქვს გასაყოფელი. აი მართლა დღეს ჩვენი გენოფონდიდან გამომდინარე, წვეთ-წვეთობით ვართ უკვე შესაგროვებელი, რომ ერთი რაღაცა ჭურჭელი მაინც შევავსოთ და ის რაც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში სისხლის ფასად დაგვიტოვეს, აქ და ახლა არ გავანიაოთ. ამიტომ ყოველთვის ვიქნები ამ იდეოლოგიის და პოლიტიკის მხარდამჭერი, რომ მეტი მხარდაჭერა კულტურას, ყველაფრის პრევენცია არის კულტურა, ხელოვნების განვითარება, ემოციების მართვა, გრძნობების მართვა, დაახლოება, შერიგება, სიყვარული და საბოლოო ჯამში გაგება, რომ სად მივდივართ. კი ბატონო. გეთანხმებით. ყოველწლიურად სპექტაკლები იყო და წელს იქნება სპექტაკლები თუ არა? კი, გეგმავთ რომ სპექტაკლიც იყოს, ვინ იღებს მონაწილეობას? შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა ლიტერატურული წარმოდგენა, ფილმებიც გვექნება და წელს ესეთი იდეა მაქვს, რომ ბათუმის სახელოვნებო სკოლები წავიყვანო ხულოს დრამატულ თეატრში დასკვნით ღონისძიებაზე და ვაჩვენო მთის ბავშვებს, თანატოლებს, რომ ბათუმში სხვადასხვა სახელოვნებო სკოლებში რა შვებიან მათი თანატოლები, რითი არიან დაკავებულები, რომ იქ აი ვერ წარმოიდგენთ, მე მთაში ვარ გაზრდილი და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. უსაზღვრო ნიჭიერება არის და ამ ნიჭიერებას თუ არ მივაგნებთ და არ გამოვიყვანთ და არ წამოვიყვანთ და რაღაცა სწორ მიმართულებებზე არ დავაყენებთ, ეს ნიჭი იკარგება და ძალიან შეიძლება იქ როცა წყურია ჭაუნდა ამოთხაროს. ძალიან ისეთი, რა ქვია, შეიძლება ძალიან დიდი რეჟისორები არიან, პოტენციური, ძალიან დიდი მსახიობები, ძალიან დიდი ოპერის მომღერლები, ქორეოგრაფები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, უბრალოდ ამათ ჭირდებათ, რომ ინსპირაცია მიცე. აი უთხრა, რომ აი ნახეთ, აი ამ მუჩში, რომ პატარა ნატურა ჩაუკიდო. რომ ეს განათდეს და ეს ხეული გაუნათოს და გაუწოს და ამისთვის არის და ამოვიდეს და ერთ-ერთი პატარა ელემენტი ხა არ მინდა რომ რაღაცა ზე ამბიციური ეს შტაბ-ეტლება შევქნა ერთ-ერთი პატარა ელემენტია ჩვენი ფესტივალით და ის რაც ხდება რეგიონში სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ესე ვთქვათ ჟანრის დარგის გემოვნების ფესტივალების არსებობა ეს არის მე ვფიქრობ ამ წუთში სწორი მიდგომა რომ ჩავრთო ინკლუზიური გახდეს ჩვენი კულტურა. კი, მაგაზე თავიდან აი პირველი სტუმარი ვინც ყავდა ზუსტად მაგაზე გქონდა თემა საზოგადოება და ინდივიდუალიზმი, აი როგორ თვითყოფადობაზე გასწრებას და მთელი ცხოვრება ინდივიდუალიზმის ხარჯზე არ შეიძლება რომ ვითამაშოთ. ფეხბურთი ხო გუნდური თამაშია და ჩვენმა ადამიანების როცა დაიწყო გუნდური თამაში, მაშინ მივახციეთ ბევრ წარმატებებს, თორემ ძალიან ზუსტად მაგისკენ მივყავდა საუბარი. საზოგადოება მთელი ცხოვრება ინდივიდუალისტების ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი, ესე ვთქვათ, კოლექტიური მისწრაფება საითმიდის. რა არის ჩვენი სოფხედველობა 20 წლის შემდგომ, სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა? კი ბატონო, ანუ მე მაგას გულისხმობდი ზუსტად, რომ როდესაც საზოგადოება რაღაც საფეხურზე ადის, ეს არის ინდივიდების, ასე ვთქვათ, საერთო პროდუქტი, რაც გუნდურობაზე თქვენ ძალიან კარგად გააგრძელეთ ამ შემთხვევაში და როდესაც ერთად უფრო მეტი შეგვიძლია, როცა უნარებს ვაერთიანებთ. იმიტომ რომ მე ერთად ვსწავლობთ ერთმანეთისგან და კიდევ უფრო უკეთესები ხდებით და ფესტივალებიც რაც აღნიშნეთ, მაქედან გამოვიტანე იქ დასწრა, რომ აი ეს ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა ჯამში როცა თანამშრომლობს თან, ხო?
მე დგება იმ საფეხურზე, როდესაც ეს ცოდნა იქ ადგილზე აღარ ეტევა და მე იფრქვევა გარეთ და ყველას აქვს საშუალება ამ ასე ვთქვათ წყაროს დაეუფლოს. გუნდს ლიდერი ჭირდება აუცილებლად და ეს ლიდერი არის ზუსტად ინდივიდუალიზმით შეპყრობილი რაც პანა. ყველა შეუძლია შემთხვევაში ლიდერი გახდეს, როდესაც თუმცა კარგი მეკარე თუ არ ყავს, ხო? ვიღაცა თუ არ გადაიქცევს. ეხლა სტრატეგია უნდა იყოს, ხო, რომ გუნდიც ყავდეს და ლიდერიც და ამ შემთხვევაში ის რაზეც მე ვლაპარაკობ, რომ 2013 წლიდან რეგიონში საფესტივალო კულტურა მკვიდრდება, იზრდება და წელს მრავალფეროვანია, მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება და წლების განმავლობაში სხვადასხვა დარგს და ჟანრს და ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას ეხება, ეს არის სტრატეგია. ამას ყველას ყავს მიკრო, ესე ვთქვათ, გუნდები. ხო, ეს გუნდები ახლა სადღაც უნდა გადავიკვეთოთ, გავერთიანდეთ და რაღაცა ერთსულოვნება უნდა ჩანდეს, რომ რეგიონში ამდენი ფული რო იხარჯება, ეს ფული მივიდეს ფართო აუდიტორიამდე. ამ რეგიონში ცხოვრობს 300,000-მდე ადამიანი. ხო, რამდენი არის ჩვენი პროდუქტების მომხმარებელი? ესეც უნდა გვაწუხებდეს. მე პირადად მაწუხებს, იმიტომ რომ სახელმწიფო რა თანხასაც მიხდის, ეს არის იმ ადამიანების შეგროვებული თანხა, რომლებიც შეიძლება არასდროს არ დაესწრონ ჩემ ღონისძიებას და მე მაწუხებს, რომ მათ ფულს ხარჯავ და მინდა რომ ინტერესი გავაჩინო, ინტრიგა გავაჩინო, რომ ისინიც მოვიდნენ და ნახო რომ რაში ვხარჯავ. ბიუჯეტზე და ეკონომიკამდეც მივედით. ეს მაინტერესებს, ახლა მე ჩვენ თავიდანვე თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ფესტივალის მთავარი მიზანი არის ახალი თაობა დაამეგობროთ ლიტერატურასთან, გააცნოთ და დაეხმაროთ გააზრებაში თუ რას ნიშნავს ხელოვნება, ანუ შესაბამისად თქვენი აუდიტორიის მთავარი ობიექტებიც ახალი თაობა. აი, ვინაიდან, რა თქმა უნდა აქვე აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან მე-13 წელია უკვე ეს ფესტივალი იგეგმება და წარმატებულად მიმდინარეობს, ანუ წარმატებულია პირველივე წლიდან, მაგრამ თქვენი დაკვირვება როგორი არის? გაიზარდა თუ არა თქვენი აუდიტორია და გახდა თუ არა მრავალფეროვანი? და ამ 13 წლის განმავლობაში ვინც დაიწყო დასწრება თავიდან, ახლა მონაწილე თუ არა, ხო? ფესტივალის მონაწილე. ხო, ეგ საინტერესოა, ბოლოთი დავიწყებ, რომ კი ეგ არის. ვინც მონაწილე იყო, მე ინსპირაციით წერა დაიწყეს და ახლა გაიზარდნენ ესენი და წერენ და ჩვენ მათ შემოქმედებას ვეცნობით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, იცით რა არის, ანუ აუდიტორიის ზრდა არის ორგვარი. ერთი არის რაოდენობრივი და მეორე ხარისხობრივი. მე ეხლა გულწრფელად, აბსოლუტური გულწრფელად გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში უკვე ხარისხობრივად იზრდება. შეიძლება მოვიდეს 50 ადამიანი, მაგრამ ხარისხიანი, ესე ვთქვათ, მომხმარებელი მოვიდეს, რომელიც წურავს ბოლომდე. არც ერთ წამს არ გვაპატიებს პროგრამაში რო გვიწერია, რაიმე რო გამოვტოვოთ. და ბოლომდე რომ არ დაიხარჯოს ის სპიკერი, რაც იქ მიდის. ეს არის ზუსტად დანიშნულება, რომ რაოდენობრივი მაჩვენებელთან ერთად გავზარდოთ ხარისხობრივი მაჩვენებელიც, რომ ეს ყველაფერი, ანუ ცნობიერება რას ნიშნავს, ხო? დავინახე, ვაღიარე, შევიგრძენი და ვცნობიერდი. ეს თუ არ მოხდა, ეს ჯაჭვი თუ არ შეიკრა, ცნობიერების გაზრდა, რამდენიც გინდა წერე იმ პროექტში, რომ ცნობიერების გაზრდას ემსახურება, არ იზრდება და ერთად იქნება გავიარე, ჩავიარე. კი, და ამიტომ ეს მე ამას ვაქცევ, ამ ჯაჭვს ვაქცევ ყურადღებას, იმ ფილოსოფიას ვაქცევ ყურადღებას, რომელიც მართლა მიდის ადამიანის გრძნობამდე, გულამდე და აფიქრებს, რომ იცი რა არის, რა მნიშვნელობა აქვს აცხოვრობ. აჭარის მაღალმთიანეთში, სადღაც. აი ნახე, ჩემთან მოვიდა მწერალი პანკისის ხეობიდან, რომელიც თელმა საქართველოს მიცის უკვე. ესე მე შემიძლია რომ ეს გავაკეთო. და იწყება მიმბაძველობა, იწყება შრომა, რომ შენ დაემსგავსო იმ ადამიანს, ვინც შენ ასე მოგწონს შორიდან და ეხლა შენს გვერდით დადგა და მაგალითი მოგცა. ამიტომ ბევრი თვალსაზრისია რა, ფესტივალები თავიდან რომ დავიწყე, რაც მარტივი ამბავი მეგონა, რომ ეხლა დავგეგმა ღონისძიებას, ჩატარდება, დასრულდება წავა. ეხლა რაც უფრო იზრდება ფესტივალი და რაც უფრო იზრდება ჩემი ცნობიერებაც და ჩემი ესე ვთქვათ გაგებაც, მით უფრო ფილოსოფიური. მაგრამ დასასრულს გითხარით, თარიღები მაინც და იმდენი ადამიანი ჩამოდის აქ და ბოლო წლები რა თქმა უნდა მთაში წადის და ეს ძალიან მომწონს რა, ეს ყველაფერი ახლოსაა პრინციპში და კომუნიკაცია როცა არის ეს კიდევ უფრო ადვილია, ბარემ იცოდეს ჩვენო მაყურებელმაც. კი, აუცილებლად გეტყვით თარიღებს, ეს არის 25-27 სექტემბერი, შუახევი, ხულო, ქედა, ეს არის მრავალფეროვანი, შინაარსზე დაფუძნებული, სათქმელზე დაფუძნებული, აქტუალური საკითხებით გაჯერებული ღონისძიებების ციკლი, რომლის ნახვაც აუცილებლად გაგვამდიდრებს, შეგვცვლის
პირიქით ერთმანეთს გავამდიდრებთ, აი ერთ წინადადებას დავამატებ, რომ იქ მთაში თავისთავად პოეზიაში ცხოვრობს ადამიანი. ისინი ყოველდღიურად ქმნიან ამბებს და იმ ამბებს წამოღება ჭირდება, რომ ეს გადავიდეს ლიტერატურაში. ამიტომ ეს ორმხრივი პროცესია. რა თქმა უნდა, მინდა რომ 13 წლის განმავლობაში ვინც მონაწილეობდა, ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც იდეოლოგიურად გვიჭერს მხარს, ვინც ფინანსურად, ვინც მატერიალურად, ვისაც ჩვენი გჯერა უბრალოდ ყველას ძალიან დიდი მადლიერება გამოუხატო და ამ შემთხვევაში წელს ჩვენი სპონსორები არიან აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და შუახევის კულტურის ცენტრი და მათ ამ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ძალიან სასიხარულო რომ იმას აკეთებდნენ, რასაც უნდა აკეთებდნენ. წარმატებას გისურვებთ, ჩვენ სავარაუდოდ ისევ დაგიბრუნდებით აღნიშნულ არაერთხელ სავარაუდოდ არა. ახალი სეზონიდან არა მხოლოდ ამოვალს დასტუმრები ვიქნებით, არამედ კიდევ ერთხელ მოგვიწევს გაშვება ამ საქმთან დაკავშირებით, ასე რომ მაყურებელს არ მიცოთ იმის საშუალებას, რომ დაავიწყდეს ეს თარიღები. ისედაც არ დაავიწყებთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ წელს შევიდათ. დიდი მადლობა, ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. მოკლედ როგორც ყოველთვის, ყოველ პარასკევს კი არა და ხუთშაბათს უნდა დავიმუხტოთ საოცარი ენერგიებით. და ძირითადად ხუთშაბათს და პარასკევს გვაქვს რუბრიკები ხოლმე და საინტერესო სიუჟეტები. აბა თუ მივხვდი, ეხლა რა უნდა ვთქვა? ნუ იძულებული ვარ სცენარი ხო თვალს. შეგიყვარს ეს რუბრიკა. თავი მოვიტყოთ და აღმოაჩინოთ, რომ თურმე რა შეასაქმე, ქეთა ჩუტლაშვილის დაიმუხტე გველოდება წინ. კი, და არა აჯაბსანდალი. ხო? ხო, აჯაბსანდალი თქვენ და ჩემ და სამწუხაროდ სასიხარულოდ იქნება. ბევრი რუბრიკა გვაქვს სასიხარულოდ და ეხლა მინდოდა რომ პაატასთვის ცოტა ესეც თუნება გამეკეთებინა, რომ აჯაბსანდალზე პაატ არის ხოლმე ესე პოზიტიურად გასხივოსნებული, მაგრამ არც ნაკლებია დაიმუხტე თუ არა მეტი უკვე ენერგიულად. იქნებ ქეთაც რამე ენერგეტიკული, სასმელით შემოგვიერთდეთ? არის, ამფეთით. გაზიანი სასმელით. გამარჯობა, დღეს გაჩვენებთ ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და უზომოდ სახალისო სივრცეს, სადაც ნებისმიერი ასაკის მიუხედავად ყველანი ბავშვებად რჩებით. და სად უნდა მოვსულიყავით თუ არა ციცინათელაში. წავედით, იწყება ყველაზე ექსტრემალური და გიჟური თავგადასავალი. როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ციცინათელაში? ერთი ჩვეულებრივი დღე ციცინათელაში არის ძალიან ექსტრემალური, სახალისო და თავგადასავლებით სავსე. რა ასაკზე არის გათვლილი ძირითადად? არკი გათვლილი არიან ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, როგორც ბავშვისთვის, ისევე მშობლებისთვის, ბებიებისთვის და ვცდილობთ, რომ ყველა ადამიანს მაქსიმალურად კომფორტული და ექსტრემალური და სახალისო გარემო შეუქმნათ. რა მთავარი წესები უნდა დაიცვან ვიზიტორებმა? მთავარი წესი პარკში არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. პარკში შეიძლება მოწევა, პარკში აქვს სპეციალური გამოყოფილი ზონები, პარკში აკრძალული არის ალკოჰოლის მოხმარება ან ალკოჰოლის შემოტანა. პარკში აკრძალული არის რაიმე ტრანსპორტით მოძრაობა, რადგან ბავშვების უსაფრთხოება პარკის მოძრაობისთვის მაქსიმალურად დასრული უნდა იყოს. ბევრისთვის შიში ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. გადაულახავთ შიში? კი, ზუსტად ეგრე არის, მომხმარებლის 90% ძირითადად პარკში მაგ დილემის წინა შედგას, მაგრამ საბოლოო ჯამში ლახავენ ამ შიშს და ეს შიში მერე გადის ძალიან დიდ ემოციებში. რამდენად არის უსაფრთხოება დაცული? ატრაქციონები სრულიად უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის. დარინ ჯორჯიას გუნდმა ყველა ატრაქციონი პარკის გახსნამდე შეამოწონა ყოველდღიურად მოწმება. პარკში უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული და უსაფრთხოების ზომები, გეგმები და პროტოკოლი სრულად შეცვლილი არის. არის თორე ერთგვარი თერაპია პარკში მოსვლა? პარკში მოსვლა თერაპია არის ყველა მომხმარებლისთვის, როგორც მომზადების ისე ბავშვებისთვის. ბავშვები და მომზადები აქ ისვენებენ, იღებენ მაქსიმალურ ემოციებს, ამიტომ დია. რას გვირჩევ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავერთოთ და დავიმუხტოთ? პარკში მოსვლისას აუცილებლად უნდა შეეცავთ, რომ მაქსიმალურად ყველა ატრაქციონი გამოცადოთ. უნდა დააგემოვნოთ ჩვენი უგემრიელესი კერძები, უგემრიელესი საბავშვო კოქტეილები, შეჭამოთ პოპკორნი, ჩვენი ნაკინები და მამის ნაკინი გასინჯოთ და მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღოთ ჩვენი გარემოსგან. წავედით. გონი გადავიფიქრე. ჩემი ფეხით მოვედი აქ და იმახსოვრეთ. თუ ნერვიულობ, შემიძლია გაგამხნევოთ. ტრიალებს ბრუნავს, ტრიალებს ბრუნავს. აი ეს
მოვიხსენებ ფრენაც ვისწავლე. ახლა ვჯდები ყველაზე საშიშ ატრაქციონზე. აი რატომ მიყვარს საფხული. ქეთარისკენი ჩუთლაშვილი ნაწილი ორი გრძელდება. აი ამ ვარდნაზე უნდა დავჯდე. აქ კივილი შეიძლება ხო? ბოლო ხვაზე უნდა ვიკივლო. აი აღარ მინდა. კივილი ნებადართულიაო ხო? 1 2 და მეტი ძლიერი ხარ. ხეთი არ გეშინია. ბაიმე! აი ასეთი იყო დღევანდელი დაიმუხტეს. სწორედ ამ ემოციებისთვის დღეს ყველაფერი მომავალ შეხვედრამდე. დაიმოწე კი არა ინფარქტის გვარზე ვიყავი რომ უყურებდი. მადლობა ქეთესა ძალიან სასიხარულო ამბავია. აი მე ვიყავი მაგსაკა ზუსტად ვიჯექი და გული მქონდა ამოვარდნას. მე სხვა საქმე უყურებ მაშინაც ცუდად ხვდები. რა არის? აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ ანუ ერთჯერ ხარ გამყოფი და ერთხელ რო ხარ უბრალოდ გამყოფი ციცინათლაში არ ყმარა რა ყოველი მისვლა რაღაცა ახალი ემოცია არის და რამდენჯერაც არ უნდა მივიდე ხოლმე ამ სივრცეში ყოველთვის რაღაცნაირად ისევ პირველადი ემოციები მეუფლება ხოლმე და ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლოკაციაა. გეთანხმები სოფო. მოკლედ ხა ჩვენ მომდევნო თემაზე უნდა ვისაუბროთ. საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა სპორტულ ცეკვებში. ბათუმის ზაფხულის თასი 2025 სტუმრად ყავს სტუდიაში ნიკე კეშელავა, ფესტივალის ორგანიზატორი, ქორეოგრაფი და ლილე ჩართოლანი, მოცეკვავე, გამარჯვებული ამ ფესტივალის. მოგესალმებით. გამარჯობა. გილოცავთ პირველ რიგში და ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის და წლებია ეს ფესტივალი ტარდება. საინტერესოა წელს როგორ ჩაიარა, რამდენი მონაწილე იღებდა მონაწილეობას და ვისაუბროთ აი ესე დეტალურად. აი თქვენგან დავიწყოთ. კი, როგორი იყო კონკურენცია? წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა შეჯიბრება. ჯამში 400 მონაწილეობა იყო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ყავდა სტუმრები სასომხეთიდან, ანუ 3 კოლექტივი იყო ჩამოსული. შარშან მეტი ქვეყანა იყო, წელს ესე იგი ყავდა სასომხეთიდან სტუმრები და პლუს კიდევ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები მონაწილეები. რა თქმა უნდა, გამარჯვებული ჩვენი სტუდიიდან სულ ჯამში 45 მონაწილე ღებულობდა. 33 თასი ავიღეთ ჩვენმა სტუდიამ. ყველაფერი თქვენ აგიღიათ. 53 ოქროს medali, 39 ვერცხლი და 15 ბრინჯაო. აი მე გილოცავთ. არა ჩაოლებრივია და ახლა გადაფარვის კადრებს რო უყურებ, მახსენდება რომ ამ ტურნირზე მეც ვიყავი თუ არ ვცდები, ჩემი შვილიც იღებდა მონაწილეობას. შვენიერი. ლილე, როგორი ემოციები იყო? ყოველწლიურად იღებ შენ ფესტივალში მონაწილეობას, მე ვიცი, ძალიან გიყვარს ეს სფერო. ყოველწლიურად ალბათ უფრო და უფრო მეტი ბარიერია ხოლმე, მაგრამ ნუ შემართებით ხარ. აი წელს როგორი იყო? ძალიან კარგი შეჯიბრი იყო, ძალიან ორგანიზებული იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრზე მაინც ნერვიულობთ ხოლმე. მე რასაკეთებ ამისთვის, რა ნერვიულობ სცენაზე რო გადიხარ, მე გავიწყდება ხო ყველაფერი? კი, მარტო ანუ მუსიკას და ცეკვაზე ვარ ორიენტირებული. ელოდებოდი გამარჯვებას? არ ვიცი, ალბათ კი. ლილე, საინტერესოა რამდენი წელია რაც ამ სფეროში ხარ და 8 წელი. შენი საომავლო გეგმა რა იქნება?
ძალიან მინდა ცეკვის მასწავლებელი გავხდე. პედაგოგი გინდა გახ. და 8 წლიდან ვარ ამ სფეროში, ანუ 6 წელია უკვე. რას ნიშნავს შენთვის აი ყოველი ჩემპიონატი? ახალი გამოცდილებებია, ანუ ყველა შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილებისთვის და ყოველ შეჯიბრებაზე რაღაც ახალს ვსწავლობთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა, ხო? ეხლა მხოლოდ ლილე გვყავს, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების და გამო ყველას ვერ დავატებთ ფიზიკურად, მაგრამ აი ეს გუნდურობა, მეგობრული თანადგომა და სხვისი გამარჯვების გაზიარებაც მნიშვნელოვანია და ამასაც ყოველწლიურად თქვენ იზიარებთ. მოდი შენ გადმოგვეცი შენი მეგობრების დამოკიდებულება იმ სიტუაციაში, როგორ იყავით ერთმანეთს რა ედეკით, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა გაიმარჯვა, აგერ ნიკემ თავად აღნიშნა. ძალიან, ანუ მეგობრული ჯგუფი ვართ, ყველას გვიხარია ერთმანეთის გამარჯვება. თუ კი მაინც ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაინც გვიხარია ერთმანეთის გამარჯვება. ანუ ჯანსაღი კონკურენცია გაქვთ და ერთმანეთს უფრო ანვითარებთ, ვიდრე აი რაღაცა ესე ბოღმით, შურით რო უყურებდეთ და აი მან გაიმარჯვა და ეგრე არ არის. ხო, ძალიან ხშირია მერი სხვათა შორის აი ამ სპორტის ამ მიმართულებაში, რომ ხშირად უწევთ ხოლმე ერთი ჯგუფის ბავშვებს ერთად ცეკვა, ну ასაკობრივი კატეგორია, რა თქმა უნდა, ხო, აქ მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ემოციური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და აი გუნდურობაზე, რაზეც შენ ხაზი გავუსვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნიკე, აქ ჩვენ წყვილებს ვერ ვხედავთ, ყველა სოლო პარტია აქვს, მაგრამ მინდა რომ ვისაუბრო აი მამაკაცის პარტიაზეც, რამდენად არის მოთხოვნადი ეხლა აი ეს ცეკვები ბიჭების მხრიდან და თუ არის დაინტერესება, თუ არის დეფიციტი და გჭირდებათ პარტნიორები. დეფიციტი როგორც ყოველთვის არის, რაც სამწუხაროა, თუმცა წყვილებიც იღებდნენ მონაწილეობას შეჯიბრებაში, მაგრამ ვისურვებდი რომ ბევრად უფრო მეტი იყოს, იმიტომ რომ ესეთი ძლიერი გოგოები, როდესაც არიან, ძალიან მაგარი იქნებოდა, როდესაც გვერდში ძლიერი მეწყვილეები ეყოლებოდათ. რამდენი წელია გაქვთ ეს სტუდია? სტუდია გვაქვს 2016 წლიდან. საკმაოდ. ისე რა მეინტერესებს გავს შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრება შეიძლება თუ არ შეიძლება? კი, როგორ არის? ანუ სურვილის მიხედვით, ხო, გასაგებია ხა ოჯახის წევრები და ყველა როდის ძალიან ბევრი ხალხი გროვდება, მაგრამ იმიტომ ვიძახი რომ პრინციპში მთელი ეს ტერიტორია არა, იმიტომ ვიძახი რომ კადრში არ ჩანდა ეხლა რა უყურებდი და ხო და ხელის შემჩნელი ხო არა მეთქი ხო ჩემპიონი ანუ შეჯიბრება ეს ხო არ არის რაღაც კონცერტი მე როგორც გულშემატკივრის გადმოსახედიდან რომ ვისაუბრო ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თურმე ასე აღმოჩნდა, როდესაც პარკეტზე მოცეკვავე ცეკვას გულშემატკივრობა მისთვის და ყოველთვის როცა ყოველ ტურნირს ყავს თავისი წამყვანი, იძახის რომ აი ახლა თქვენი გულშემატკივრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი და ნუ იქ არის ერთი შეძახილები და მთელი ამბები და ანუ ლამინატზე და ბეტონზე ჩვენც არა მხოლოდ მშობლები, ბიძაშვილები, ბებიები, დეიდაშვილები, მეზობლები, მეგობრები ყველა ესწრება ხოლმე ამ ტურნირს და დიდი მზადება გვაქვს ხოლმე ჩვენ. მე ხარ უშლით ხოლმე ცეკვაებს ვერი შეძახილები თუ რიფში ყვირი. არა, ერთადერთი ჩვენც გვინდება ხოლმე რომ ხარიათ ნათესავებს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ უდიდესი შრომაა ჩადებული და ლილე, შენი თაობის აი ესეთ ულამაზეს გოგონებს შრომასთან, ნუ ყველას არა, მაგრამ თითქოს ცოტათი ისეთი ზარმაცი დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ ეხლა დარბაზში 2 და 3 საათი მუშაობა არ არის მარტივი. როგორ გამოიმუშავე ეს ნებისყოფა? ვიცით რომ გიყვარს ეს საქმე, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება მაინც გამომუშავება, მოძრაობა, თუნდაც შეიძლება 10 ჯერ გააკეთო და 20 ჯერ და თავიდან დაიწყო და კიდევ გააკეთო. ჩემი აზრით თუ რაღაც გიყვარს, მაგალითად ცეკვა თუ გიყვარს, შენ ამისთვის ყველაფერზე მზად ხარ, მაგალითად, ანუ ბევრჯერ ყოფილა რომ მაგალითად არ დაბადების დღეებზე არ წავსულვარ და ბევრგან არ წავსულვარ, იმიტომ რომ უბრალოდ მე ვარ ჯიშა და დავსწრებოდი გაკვეთილს. აი მე მახსოვს პატარა რომ ვიყავდა რომ ცეკვავდი, ხშირად იყო უამიდობა და აი თოვლი იყო, წვიმა იყო, ქარი იყო, აი გაუსაძლის პირობებშიც კი მივდიოდი დარბაზში და მუშაობდი და აი მანდ იგრძნობა ზუსტად დამოკიდებულება და სიყვარული საქმის მიმართ. ნიკე, აი ამ თაობას რითი გამოარჩევდი ახლა, ნუ აი მხოლოდ გამოცდილება გაქვს. ცოტა ნებისყოფა, იმიტომ რომ აი ამ გაჯეტებმა წაგულეკა მშობლებით, შვილებით, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ, მაგრამ აქ იმდენამეს ნახულობენ და მათთვის უფრო საინტერესო გახდა ვიდრე მოქმედება. აი ცეკვავენ გაჯეტები ხელს. სხვათა შორის გაჯეტებს და ცეკვავენ მართლაც ეგრეა.
გაჯეტებს ვერ მოვაშორებთ, რა თქმა უნდა. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეხანდელი თაობა ძალიან არის ჩართული და რეალურად ძალიან ნიჭიერებიც მოდიან ბავშვები. ვფიქრობ, ბევრს მიაღწევენ. თვითონ დარბაზში ღვარდებთ ტელეფონები და ხო არ იღებენ? უყვართ TikTok-ების გადაღება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გარეშე საწავალ სოციალურ ქსელში ხო უნდა დადონ როგორც ეკავე. სხვათა შორის ამას ძალიან კარგი მხარეც აქვს პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. როდესაც შენ ნაშრომს დებ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ხო, ეს სწორად არის უკვე. მაშინ მართლა დაიხურებოდა და მაყურებელს აღარ დაუძახებდა. ისიც არის კარგი, ანუ ბავშვი როდესაც იღებს თავის ნაცევლს, შემდგომ შეუძლია თვითონვე შეაფასოს როგორ იცეკვა, თავის შეცდომებსაც ხედავს და ანალიზს უკეთებს. ხო, ხელი როგორ ეჭირა ფეხი გაჭირა. ბავშვებს კი რა ჩვენს გვევალება გადაცემის მერე, პერიოდულად გადავხედოთ ხოლმე ეთერში როგორ ვიქცევით, იმიტომ რომ შეიძლება გვეგონოს რომ რაღაც ქცევა, ნებისმიერ თუნდაც რაღაც მოძრაობა, რომელიც სტერეოტიპულად კი მეორდება და სინამდვილეში კარგად არ გამოიყურება კადრში. თუნდაც აი შეიძლება უხერხულად ვიჯდე, ხო და რეჟისორმა მითხრას რომ იცი რა გასწორდი და გავსწორდი. ჩვენ ყოველდღურად ხვეწავთ და ვშრომობთ, ვცდილობთ. კი ბატონო, ნიკა ჩვენ კი ვსაუბრობთ ხოლმე ხშირად რომ აი როგორც თქვენ ახსენეთ რომ ბიჭის პარტიის დეფიციტია ამ ცეკვებში, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრი წყვილი ყავს ამასობაში, ძალიან ბევრი წარმატებული სოლო მოცეკვავეები ყავს და არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატზე უსახელებიათ საქართველოს და ეს ძალიან დიდი წარმატება. ამ ცეკვაში ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადოს როგორც წყვილმა, ასევე სოლო გოგმა არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან პატარა ასაკიდანვე. მაგალითად ეხა ლილემ თქვა რომ მე მინდა რომ გავხდე პედაგოგი, ან ქორეოგრაფი უნდა რომ გახდეს. რამდენად დიდია პერსპექტივა აი ჩვენს ქვეყანაში თუ მაგალითად მოცეკვავე არ გადაწყვეტს რომ ის გაყვეს და გახდეს პროფესიონალური მოცეკვავე, რა გზა აქვს, როგორი პერსპექტივა აქვს? პედაგოგიკის კუთხით. პედაგოგიკის, ანუ რა თქმა უნდა, ანუ როდესაც ეხლა ისეთი მოცეკვავე როგორც ლილე არის და ხშირად იღებს მონაწილეობას შეჯიბრებებში, თან ძალიან კარგი შედეგებით, თავისუფლად შეუძლია გახდეს პედაგოგიც, პლუს შემდგომ მსაჯიც, რომელიც იმსაჯებს შეჯიბრებებზე. ხო, აი ეს მნიშვნელოვანია და შეუძლია რომ ის გახდეს საერთაშორისო დონის კი, ანუ უბრალოდ რაღაც შემდგომ გამოცდების ჩაბარებაც მოუწევს, მაგრამ საერთო ჯამში, ანუ როდესაც ესე ჩართული არის მოცეკვავე, თან მიზანდასახულია. ჩემი აზრით საერთოდ არაფერი არ არსებობს, რაც არ შეგიძლია მიაღწიო. ანუ თუ რაღაც ხდება ამ კარიერების გაერთიანება, მაგრამ შეიძლება იყოს პედაგოგი და ამ დროს აქტიური მსაჯი, მოცეკვავე. მსაჯი გასაგები ერთ ცოტა უხერხემლოა. თუ პედაგოგი ჩაგაბარებს და ასისტენტად დაიყენებს, ალბათ კი. შესაძლებელია, მე და ჩემი მეუღლე ვცეკვავდით და თან ბავშვებს ვასწავლიდით. უბრალოდ ძალიან ძნელია, როდესაც სტუდია იზრდება და ძალიან ბევრი უკვე მოცეკვავე ყავს, რა თქმა უნდა, მთელი დრო უკვე მიდის მათ აღზრდაზე და აღარ გრჩება დრო იმისთვის, რომ შენ თვითონ რესურსში იყო, ესე რომ ვთქვათ, რაღაც უკვე უნდა გიწევს არჩიო გზა, ან მენეჯმენტი, ანუ კი. ლილე, შენ გამარჯვებული ხარ ამ წლის და კიდევ ერთხელ გილოცავ, ნამდვილად სასიხარულო. ყოფილა თუ არა მსგავსი ფაქტი, მაგალითად, რომ აი დამარცხდი და იმ წელს არ იყავი გამარჯვებული, მაგრამ ფარხმალი არ დაგიყრია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კი, ძალიან ბევრჯერ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კატეგორია არის კონკურსებზე და რა თქმა უნდა, ყველაში ვერ გავიმარჯვებ, იმიტომ რომ ყველგან სხვადასხვა დონის მოცეკვავეებიც ეკავენ და რა თქმა უნდა, ყველას ვერ აჯობებ, ამას მუშაობა უნდა. ეს გააზრებული, გაცნობიერებული გაქვს და არც გული არ წყდება, ხო, ალბათ და არ ნებდები ამის გამო. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გული აიცროს, შემდეგ აღარ მივიდეს და ძალიან ესეთი წარმატებული და ნიჭიერი ადამიანი იყოს და დაკარგოს პროფესია. საინტერესო სულ ახლახან გქონდათ ეს ზაფხულის თასი 2025, ახლა სავარაუდოდ ალბათ დიდ შესვენებას იღებთ ზაფხულიდან გამომდინარე და ახალი სეზონიდან რა გეგმები გაქვთ თუ არა უკვე დაწყებული მზადება შემდეგი ჩემპიონატისთვის? ეხლა ჯერჯერობით კიდევ ვარჯიშობთ ივლისის ბოლომდე. აგვისტოს თვეში ვისვენებთ, სექტემბრიდან ვიწყებთ, რა თქმა უნდა, გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. ყოველთვიურად დადიან ბავშვები შეჯიბრებებზე საქართველოს მასშტაბით, გარდა ამისა კიდევ გადიან საზღვარგარეთაც შეჯიბრებებზე.
ასე რომ აგვისტოს თვე ისვენებენ, ძალებს იკრებენ და სექტემბერში უკვე დიდი შემართებით. აბა ბევრი არ უნდა ჭამოთ, შიგადაში გუნდა ივარჯიშოთ. ამის გარეშე რა თქმა უნდა. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და სექტემბერში კარგი ამბებით მოგიწევთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენთვისაც რომ გამონახედეთ დრო, კარგად იყავთ მეგობრებო, კარგად იყავთ. ხმაურებლებოდ და ხვალ ისე შევხვდებით ერთმანეთს. მომავალ შეხვედრამდე. დროებით ხვალ.